მოგესალმებით ყველას, ეს დიდი შესვენებაა გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? არაჩვეულებრივად. დღეს ისე თემებზე გვაქვს სასაუბრო, რომ ხშირად მოვკითხოთ ერთმანეთს, როგორ ვართ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამასთან არის დაკავშირებული შემდეგ ჩვენი მენტალურიც და სხეულის მდგომარეობაც, ასე რომ. ახლა რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა თუ რატომ უნდა დარჩეს მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ჩვენთან ერთად უნდა ვნახოთ ანონსი. კი ბატონო. ნახეთ. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. სეზონური ალერგიები და შინაური ცხოველები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ალერგოლოგი დათო მამულაძე. რა არის როზაცეა და როგორ შეიძლება მოვუაროთ სახისგანს? გადაცემაში სტუმრად ექიმი კოსმეტოლოგი ინეზა დიასამიძე. რჩევები მშობლებს, თამაშები ბავშვის განვითარებისთვის. გადაცემაში სტუმრად ელმოს კლუბის წამყვანი, პედაგოგი და პროგრამების კოორდინატორი ნონა მუნჯიშვილი და ელმოს კლუბის ფსიქოლოგი ირმა ბოლქვაძე. და ბოლოს, მშვიდობისა და არაძალადობის დღე სკოლებში. გადაცემაში სტუმრად ფსიქოლოგი მარიამ სოხაძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოკლედ, ალბათ მაყურებელმა ვიც შემოგვიერთა ანონსის დროს, კი მივხვდა რაზეც ვაპირებთ საუბარს. არ დაგავიწყდეთ ჩვენ ტრადიციული რასაც ვამბობთ ხოლმე, შემოგვიერთით ქსელის საშუალებით, ანუ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვებ პლატფორმას გულისხმობთ, სადაც თავსდება ჩვენი კონტენტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის თემები, რომლებიც დაუშვათ ნახვა რამდენჯერმე, უფრო მკაფიოს ხდის ხოლმე შინაარს და შესაბამისად იყავით ჩვენთან ერთად Facebook-საც TikTok-სა და Instagram-ზეც, ხო? კიდე სადმე ვართ? არა, უფრო აქტიურად ვარ Facebook-ზე. მოგიჭრა. რაც თავარია ეთერში ვარ. მოკლედ დღეს ახლა პირველ რიგში ვაპირებთ საუბარს ალერგიებზე. ალბათ ბევრმა ჩვენგანმა ეს სიტყვა ბავშვობიდან იცის, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფრაზაა გვესმის ხოლმე, ხო? აი ამაზე ალერგია აქვს, იმაზე ალერგია აქვს, ამაზე ალერგია მაქვს. სეზონური ალერგია. ბავშვობიდან გვესმოდა ეს სიტყვები, ყველაფერთან მიმართებაში, მოკლედ ამას ამბობდნენ, მით უმეტეს თუ სახლში სანამ ექიმთან წაიყვანენ, ჩვენთან ხო სახლში აუცილებლად დასვას ოჯახმა დიაგნოზი მეზობლებთან ერთად. შესაბამისად, იქ იყო სხვადასხვა სახელწოდებები, გამომდინარე იქიდან რა იყო მოდაში, მაგალითად იმ პერიოდში, ნუ ბრჭყალებში მოდაში, ისე დიაგნოზებს სვამდნენ ხოლმე. და რაღაც პერიოდი იდგა ალერგიის დროც, როდესაც ყველაფერზე ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობდნენ, რომ ეს ალერგია, თუმცა რაღაცა ენამბუყივლავ ამბობენ 21 საუკუნეში მართლაც საშინელება გახდა, იმიტომ რომ ნუ ტოტალურად თითქმის არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთი რაღაცის მიმართ მაინც არ აქვს ალერგიული რეაქცია და ამაზე რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარი უფრო დეტალურად დაგველაპარაკება რა არის ალერგია და როგორ წარმოიშობა. თუმცა ალბათ ცოტა სკოლიდან, ცოტა რაღაც უნივერსიტეტიდან, რაღაც მეგობრებისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ ნუ საუკუნეების წინ გაცილებით ნაკლები პრობლემა იყო, იმიტომ რომ ალერგენი ბუნებაში ნაკლებად მოიპოვებოდა. ახლა წარმოიდგინეთ ყველაფერი რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება ეს ქიმიური წარმოება ხო მაგალითად აი თითქოს და ხეა მაგრამ ზემოდან უსვია ლაკი ეს ლაკი უკვე შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ალერგენი და წარმოიდგინეთ ეს ქიმიური წარმოება რომლის გარეშეც პრინციპში გამოქვაბულში ვიცხოვრობდით ვიღაცაზე მოქმედებს ძალიან ცუდად და ყოფილა ისე რომ თურმე რაღაც შემთხვევაში როდესაც ხირი შეხება გაქვს შეიძლება გამოგიმუშავდეს ალერგიული რეაქცია რაღაც კონკრეტული გამღიზიანებლების მიმართ და თან ხანდახან ისეთი ჭყალებში სულელური რაღაცის მიმართ რომ ვერც კი წარმოგიდგენია აი ამისადმი რაღაცა უნდა მქონდეს ალერგია. და არის პირიქით ხოლმე 40 წლის ზემოთ 30 წლის ორგანიზმის ხო ძალიან უცნაურია. და რაღაცნაირად ჭყალებში იყიდებს ფეხებზე ალერგენებს და ალერგია და არის სხვა კიდე განმაპირობებელი. თქვენ თუ გაწუხებთ რომელიმეს რამე მსგავსი რაღაცის მიმართ. აი მაგალითად ალერგია ჩემზე. ალერგია თუნდაც. იცი რა არის? ეს რა კონკრეტულად რა იმის მიმართ არ შემინიშნავს რომ ალერგიული ვარ, მაგრამ ანუ წლების წინ მქონდა ესეთი ძალიან ცუდი გაკვეთილი მივიღე. ზოგადად ანუ ადამიანებმა ხო იცით ხოლმე თვითნებურად რომ უსმენთ ხოლმე საკუთარ თავს რაღაცა დიაგნოზი გამოგვაქვს ხოლმე. მაგრამ დაახლოებით 7-8 წლის წინ შემაწუხა გარკვეულმა რაღაცა დაავადება, ნუ ასე მეგონა რომ დაავადება იყო, იმიტომ რომ როდესაც გავიარე სპეციალისტთან კონსულტაცია, მითხრა დამისვე საკმაოდ სერიოზული ქრონიკული დაავადება, ეს არის ფსორიაზი, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის. ფსორიაზი არის ან გენეტიკური, ან შეძენი რაღაცა დიდი სტრესის შემდეგ. დავიწყე ამ მიმართულებით მკურნალობა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მქონდა ეს დაავადება და იყო ალერგიული ფონი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ
დროს მივმართოთ სპეციალისტს და მივიღოთ სწორი დიაგნოზი. გარდა ამისა, ალერგია მაქვს ცოტა მტვერზე, ცოტა. ცოტა როგორ მტვერზე? აი, როდესაც რაღაცა სივრცეში ვიმყოფები და არის მტვერი, ხო? ანუ ამ დროს არც მაცემინებს, არც ხველება მაქვს, უბრალოდ რაღაცნაირი აი ცხვირის მიდამოში რაღაცა დისკომფორტი ის ახალდალაგებულ ოთახში რო შევიდეთ, დეტექტორები ხარ, ალერგიული რინიტი ქვია მაგას. აპლიკაცია. პროფესიონალი ხوار მოვიწიოთ, ძალიან საინტერესოა ვისხავთ. ანუ მედეშინ არ ვიდათ იმაზე ლაპარაკი, ხო? მაშინ მოვუხოთ სტუმარს, ბატონ დავით მამულაძე, ჩვენი სტუმარი, ალერგოლოგი, სპეციალისტი და ის დაგველაპარაკება დეტალურად თუ რასთან გვაქვს საქმე, მართლაც ასე ცუდათაა. შუათემში დავით. მოგესალმებით. არც ისე ცუდად. მოგესალმებით, დავბრძანდით თუ შეიძლება. შეიძლება რაღაც, ანუ ასე ვთქვათ, არამეცნიერულ ენაზე რო აგვიხსნათ, აი ალერგია რა არის. და ისეთი რომ დამაჯერებელი იყოს ჩვენთვის ადამიანებისთვის, ვინც სამედიცინო ტერმინოლოგიას გეკითხებთ. მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებ თქვენს ტელემაყურებელს და მინდა გითხრათ რომ არამეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ ალერგია ეს არის ჩვეულებრივი ანუ ტიპიური იმუნური რეაქცია რომელიც პრინციპში უნდა გვიცავდეს ორგანიზმს მაგრამ ბრჭყალებში ვთქვათ გაუკმაყოფილებული რეაქცია ანუ რეაქცია რომელიც ორგანიზმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ანუ ეს იქნება ანტისხეულებით განპირობებული თუ თქვათ სხვა მექანიზმებით ან დაცვის ნაცვლად ვნებს ორგანიზმს. იგივე ვთქვათ, როგორც აღნიშნეთ, ალერგიული რინიტი, იგივე ასთმა და ალერგიული დერმატიტები. აი ეს ყველა რეაქცია პრინციპში საწყისი საფუძველი არის ორგანიზმის დაცვა, მაგრამ ორგანიზმში სხვადასხვა რეაქციებისა და ვთქვათ, იქ მიმდინარე პროცესების გამო ну გარკვეული რა თქმა უნდა იმუნური რეაქციების გამო ეს უკვე დაავადებად ყალიბდება და შესაძლებელია თუ არა იყოს გენეტიკური გენეტიკური რა თქმა უნდა შესაძლებელია ანუ ამ შემთხვევაში როცა ერთი მშობელი არის დაავადებული ამა თუ იმ ალერგიული ფონით შეიძლება სადღაც 20%-მდე აღწევდეს ალერგიის რისკი მომდევნო თაობაში ან ბავშვებში ხოლო ორივე მშობლის შემთხვევაში შეიძლება 50%-ზე მეტიც კი იყოს დაავადების მაჩვენებელი და არა მხოლოდ მშობლები, არამედ წინა თაობაც კი ბებიები, ბაბუები და რამდენიმე თაობის ანუ ერთი-ორი თაობით წინ მოავადე პაციენტების მხრივაც რისკი იზრდება მომდევნო თაობებში. კი ბატონო, რა გვინტერესებს? დღეს გავრცელებულია ძალიან შინაურ ცხოველებზე, ან ზოგადად ცხოველებზე ალერგია, ხო, ბეწვი თუ რაღაც ასე. არსებობს თუ რაღაც კვლევები, რომლებიც დაუშვათ გვეუბნება იმას, რომ აი 1 ან 2 საუკუნის წინ რა მასალები თუა, დაუშვათ საერთოდ არ ქონდა ადამიანებს ცხოველებისადმი და რაღაცნაირად ну რეაქცია ბოლო-ბოლო თავის დროზე ჩვენი ძინაპრების ტყიდან გამოვიდნენ და თუ ასე ერთმანეთზე ალერგია ქონდა ყველას. ისიც ინდუსტრიალიზაციასთან, ცივილიზაციასთან ერთად ალერგიების მაჩვენებლის რაოდენობა მოიმატა და ეს აიხსნება იმითი, რომ ჩვენ შემთხვევაში თანამედროვე ცივილური სამყარო ზოგადად ცხოვრობს, ბავშვები მოვალიდოთ მაქსიმალურად, ვთქვათ, სტერილ გარემოში ვაცხოვრებთ მომავალ თაობას და ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ როცა ჩვილი ბავშვობის ასაკიდან მომდევნო ანუ პირველი 2 წლის განმავლობაში ნაკლებად ეხება ამა თუ იმ ალერგენს, ანუ იგივე ცხოველს, ხო? აი ამის შემდეგ უკვე არის რისკი რომ გამოუვიდეს მომდევნო თაობებში რაოდენობა იმისი პროცენტული მაჩვენებელი. ანუ ამისთვის სინჯები არსებობს, რომ დავადგინოთ და შემდეგ მოვიყვანოთ თუნდაც ცხოველი, თუ ბავშვი ალერგიულია. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს კანის სინჯებით ამისი დიაგნოსტირება, შეიძლება in vitro კიდე ლაბორატორიული მაჩვენებლები. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, როდესაც ერთის მხრივ დაუშვათ გვესმის, რომ უნდა დავიცვათ აუცილებლად სისუფთავე იმისთვის, რომ დაუშვათ ელემენტარულად COVID-ი არ ავიკიდოთ და სხვა რამე და მეორე მხრივ არ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ მაშინ ალერგიულები გავხდებით თუნდაც ცხოველების მიმართ. ანუ ეს ბალანსი როგორ დავიცვათ მანდ? თან სუფთად უნდა ვიყოთ და თან არ უნდა ვიყოთ სუფთად. არა, ну ბალანსი, ანუ COVID-თან და სხვა ინფექციებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სადეზინფექციო ხსნარი უნდა გამოვიყენოთ და ხსნარი, რადგან ვახსენეთ, არის სიახლე ჩვენს რეალობაშიც კი, ანუ ალერგიასთან მიმართებაში, როცა დამზადებულია, შემოტანილია ხსნარი, ახლა კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ არის უკვე საფრთხე ქსელში ხსნარები, სადაც რომლებიც განკუთვნილია სუფთა ალერგიული კომპონენტების მიმართ. რაც დეფიციტი იყო წლების უკან. რაც დეფიციტი იყო და პრაქტიკულად არ არსებობდა. ანუ დეზინფექციას ატარებს, მაგრამ
არ იწვევს ალერგიულ რეაქციას სამგულისხმოდ? პირიქით, სადეზინფექციო საშუალებაც არის და ანტიალერგიული საშუალებაც არის ერთდროულად. იმიტომ რომ ალერგიული რინიტის შემთხვევაშიც აუცილებელია რომ დაიწვიდოს სახლში ყველაფერი, ან ტვერზეც როცა არის ალერგია. მაგ ძალიან ბევრი ტიპი არსებობს და მდგომარეობა და აქვე არის მნიშვნელოვანი სეზონური ალერგია როგორ გავარჩიოთ, აი სხვა მდგომარეობებიდან. სეზონური ალერგია როგორც წესი, ანუ შემოდგომაზე ან გაზაფხულობით მწვავდება ხოლმე, როცა ჰაერში მტვრის, ანუ მცენარეების მტვრის მაჩვენებლები, ანუ რაოდენობა მომატებულია და სხვა დროს, სხვა სეზონზე, აი მაგალითად წიწვოვანი მცენარეების ყვავილობის დროს, ხო? აი და სხვა დროს ეს მცენარეები არ ყვავიან, ხო? თქვათ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სხვა შემთხვევაში ზაფხულსა და ზამთარში პრაქტიკულად მოავადე პაციენტებს რემისიის ფაზა აქვს და აბსოლუტურად ინერტულები არიან. ანუ გამოდის რომ ადამიანებს ალერგია გვაქვს მცენარეების გამრავლებაზე, ხო? გაზაფხულში მცენარეების ანუ ყვავილის მტვერზე და არა მხოლოდ ყვავილის მტვერზე. არიან პაციენტები, არსებობს დიდი რაოდენობა პროცენტულად ამ პაციენტებისა, რომლებსაც აქვს შინაგან, ანუ საყოფაცხოვრებო მტვერზე, ანუ ოთახის ტკიპის მიმართ ალერგია, რომელსაც როგორც აღნიშნე, აი ზუსტად ის სადეზინფექციო და ანტიალერგიული საშუალებები ძალიან კარგად ეწინააღმდება, რაც რა თქმა უნდა დღევანდელი რეალობისთვის ძალიან კარგია და ბოლო 100 წლის შიგნით ეს მithumetis იქნება სტატისტიკა, იმიტომ რომ იწარმოება 1000-ნაირი დოკუმენტი და კომპიუტერი ახლა უკვე 50 წელს გადაწყდა, ასე ვთქვათ, ასაკით. მოიმატა თუ არა ალერგიებმა და რა ტიპის ალერგიები მოიმატა ადამიანებში? ალერგიებმა მოიმატა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, აი საყოფაცხოვრებო და გარეგანი მტვერის, ანუ კარგარეთ ამ მტვერზე მოიმატა ალერგიებმა, ეს გამოვლინდება რინიტითა თუ ბრონხული ასთმით, თუმცა დიდი პროცენტობითაც მოიმატა კანის დაავადებებმა და ეს ძირითადად მცენარეების მტვერზე ყოველთვის იყო ალერგია, თუმცა ადრე როგორც აღნიშნეთ, არ იყო ამის სტატისტიკური მონაცემები და ამჟამად უკვე რაც უფრო ინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობს მსოფლიოში, მით უფრო რა თქმა უნდა ამ წარმოების მტვერი არანაკლებ მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სახიფათოც კი არის ალერგიის მიმართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ისიც, რომ შესაძლებელია თუ არა დროთა განმავლობაში ეს ალერგია განიკურნოს. თუნდაც ალერგიული რინიტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვს აქვს და გავრცელებულია ასევე ჩვენს ქალაქში საკმაოდ და ბავშვები ძალიან წუხდებიან. კი, რა თქმა უნდა. ალერგიული რინიტი და ყველა ჯერჯერობით ყველა სახის ალერგია ესენი ქრონიკული დაავადებებია. კი, რა თქმა უნდა, მწვავდება, გამწვავებისა და რემისიის ფაზები ვახსენეთ, მაგრამ ანუ შეტევის სიხშირე შეიძლება შემცირდეს, მაგრამ თლად განკურნება ჯერჯერობით ესეთი სიტუაცია, ესეთ მდგომარეობისთვის არ მივიღწევია. თუმცა არის ახალი პრეპარატები, შედარებით ახალი პრეპარატები, რომლებიც არის ბიოლოგიური პრეპარატები, ეგრეთ წოდებული მაბები, ეს არის საინექციო ხსნარი, რომელიც არის ანტისხეულები კონკრეტული ალერგენების მიმართ. ეს პრეპარატი ვაქცინის სახითაც არის, კი ბატონო. ეს პრეპარატი შეგვყავს კანში, ანუ მზარდი დოზებით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება 3 და 4 წლის განმავლობაში უკვე ალერგიის ფონი შემცირდეს, ან ფონმა არც კი მოიმატოს. ბატონო, მაინტერესებს რომელია ის კურორტები, რომლებსაც არ უნდა ესტუმრონ ის ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული ფონი და განსაკუთრებით წელიწადის რომელ პერიოდს უნდა მოერიდონ? როგორც აღნიშნეთ, მცენარეული კომპონენტების გამომდინარე ალერგიის შემთხვევაში ნებისმიერი კურორტი, რაც არ უნდა კარგი და ძვირადღირებული, რაღაც ძვირადღირებულზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება ძვირადაც არ ღირდეს, მაგრამ მაინც ყვავილობის პერიოდში პაციენტები, რომლებსაც მცენარეული კომპონენტზე აქვთ ალერგია, იმ შემთხვევაში არ უნდა გაეკარონ ყვავილობის მომენტში და სხვა შემთხვევაში, სხვა დროს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ესტუმრონ კურორტებს და დაისვენონ. აი მედიკამენტებზე. ანუ ფაქტობრივად ყველაზე უსაფრთხო ადგილი კოსმოსია. იმიტომ რომ იქ სპეციალურ შერჩევას გადიან ადამიანები, ანუ დაავადების შემთხვევაში ვერ მოხვდები და სულ სკაფანდრში, სულ სტერილურ გარემოში, ან ქირურგიულ კაბინეტში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მედიკამენტებზე დამოკიდებულება ამ დროს, ერთ-ერთი დამოკიდებულება პრეპარატის ეს არის ცხვრის სპრეი, სადაც შესაძლებელია რომ ბავშვები მართლა დამოკიდებული გახდეს და როგორ ავირიდოთ ეს ყველაფერი თავიდან, რომ შევამციროთ.
სპრეების მიმართებაში გეტყვით, რომ არსებობს სხვადასხვა სახის სპრეი, სადაც ალერგიულ თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური მაინც ჰორმონალური პრეპარატებია, ჰორმონის შემცველი სპრეები, რომლებიც დამოკიდებულებას არ იწვევენ და მოქმედებენ როგორც სეზონურად, არამედ არასეზონურ ალერგიებზეც საკმაოდ დადებითად, მაგრამ მნიშვნელოვანია ხანგრძლივობა. როგორც აღნიშნეთ, ახლა უსაშველოდ გაწელვა ნებისმიერი პრეპარატებისა ყოველთვის იწვევს გვერდით ეფექტებს და არ არსებობს თითქმის იშვიათად დავასახელებთ პრეპარატებს, რომლებსაც გვერდით ეფექტი არ ჰქონდეთ მომავალში. ჩვენ ვახსენეთ, რომ არსებობს ანალიზი, რომელიც აჩვენებს პირობითად რაზე ვართ ალერგიულები, ხო? აი, მაინტერესებს, რამდენად კონკრეტული და ზუსტია ეს ანალიზი და გვიჩვენებს თუ არა ის ზუსტად იმ ალერგიას, რაზეც კონკრეტულად ალერგიულები ვართ, თუ საერთო მაჩვენებელი არის რაღაცა ჩამონათვალი. საერთო ალერგიულობას პირველ რიგში გვიჩვენებს სისხლის შედეგად განსაზღვრული ანტისხეულები ორგანიზმში, აი როცა განსაზღვროთ ანტისხეულს და მომატებულია, ესე იგი ორგანიზმში ზოგადად არსებობს ალერგიული ფონი და უკვე კონკრეტულად როცა უნდა დავასახელოთ, უკვე კანის ალერგიული სინჯები, ეს ყველაზე დამაჯერებელი და ყველაზე მეტად 98% შემთხვევაში ზუსტ დიაგნოზს გვისვამს, ანუ ამ თუ იმ ალერგიაზე და შესაბამისად იმის საწინა, ანუ დიაგნოზის დასმის შემდეგ ამ კონკრეტული ალერგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები შეიძლება შევიყვანოთ. ბატონო დავით, ანუ ათასობით ალერგენია, ხო, რეალურად? თუ ანუ ლაბორატორიაში როცა მოდის ადამიანი და უნდა იქ ასიჯოთ, ამ შესაძლოა ის როგორ ახერხებთ დაუშვათ იმ ათასობიდან რაღაციდან აი კონკრეტულად ერთ რაღაცამდე დაყვანას. არის გარკვეული ალერგენების სინჯების მიქსზე ვაკეთებთ ჯერ და შემდეგ უკვე კონკრეტებით. ანუ ნარევია რაღაცა დაუშვათ 20-30 ალერგენის და იქიდან ვიცით რომ 70-ის იქით სხვა არაფერი არ აქვს და მე აქედან მარჩევ სათითაოდ. ჯერ რა თქმა უნდა ანამნეზური მონაცემებით ვკრებთ ამ სავარაუდო ალერგენებს, შემდეგ ვაკეთებთ მიქსზე სინჯს და მე როცა აი ამ პრეპარატზე გამოვლინდება, ანუ ამ სინჯზე გამოვლინდება დადებითი რეაქცია, მე უკვე ვახდენთ კონკრეტიზაციას. ასევე შესაძლებელია თუ არა რომ ალერგია მაგალითად მოულოდნელად განვითარდეს, მანამდე არ მქონი და უცებ გავხდი ალერგიული. ხშირად მსმენია მსგავსი ჩივილებით, აი მაგალითად 30 წლის ზემოთ, 40 წლის ზემოთ და გაოცებულები არიან ადამიანები, რომ ეგონათ რომ წლების განმავლობაში ალერგია არ ჰქონდათ და უცებ განვითარდა მსგავსი მოვლენა. მოსახლეობას თითქმის 100% მოსახლეობას 100%-ში 98-ს მაინც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც გამოვლინდება ალერგიული რეაქცია და ეს სიხშირე თანდაწლებთან ერთად როგორც აღნიშნეთ მატულობს ხოლმე. კი, ანუ თუ ყურადღებას არ მივაქცევთ? ყურადღების მიქცევასთან დაკავშირებული არ არის. ეს არის დაკავშირებული როგორც თქვით ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ინდუსტრიალიზაციასთან პარალელურად დაკავშირებულია კიდე ესე ხელაღებით პრეპარატების მიღებასთან და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღებასთან არის დაკავშირებული, რაც ჩვენს რეალობას ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის შეზღუდვა, შეიძლება აფთიაქში მივიდეთ და სხვადასხვა ანტიბიოტიკი გამოვართოთ ჩვენი თვალსაზრისით, ანუ ჭირდება თუ არა მაინც ღებულობ და აი ეს კონკრეტული ანტიბიოტიკების კი შემდეგ უკვე ალერგიას. თუ რა საინტერესოა ეს. მე მინდა გითხოთ, ანუ ადრე მახსოვს იყო ასეთი ცნობილი სიტყვა ხალხშიც სურცელო დესენსიბილიზაცია, ხო? გრძნობელობის რაღაცნაირად დაქვეითება სპეციალური რაღაც ხერხებით, რომ იმ ალერგენისადმი ნელ-ნელა დაუშვათ გრძნობელობა უნდა დაქვეითებულიყო. დღეს რამდენად აქტუალურია, ანუ მსგავსი რაღაც მეთოდები თუ არსებობს და ეფექტური თუ არა თქო უნდა. კი, ეს ეფექტურობა არ დაუკარგია დესენსიბილიზაციას, ანუ როგორც აღნიშნეთ, კანქვეშ წეღანას თქვი, ის ომალიზუმაბის უსხვა მოქმედებისაა და სადესენსიბილიზაციო პრეპარატები, ანუ პრეპარატები, რომლებიც შეიცავს სუფთა ალერგენს, რომელიც ანუ იწვევს ალერგიას ორგანიზმში, თუმცა ეს აღნიშნული ალერგენი შეგვყავს მზარდი, მცირე დოზებით, და შემდეგ დოზების პერიოდს ზრდით და აი ამის შემთხვევაში უკვე ორგანიზმში ყალიბდება რეზისტენტობა. ანუ ვეჩვევი ნელ-ნელა ალერგიას და აღარ მაქვს რეაქცია. ანტისხეულები, რომელიც ბლოკავს აღნიშნულ ალერგენს. ასევე მნიშვნელოვანია, შესაძლებელია თუ არა მოხდეს გადაკვეთა, მაგალითად მაქვს მცენარეზე ალერგია და უცებ მაქვს საკვებზეც. კი. არის რა თქმა უნდა ესეთი რეაქციები, როცა მცენარეზე, ანუ კონკრეტულად ამბროზია ერთ-ერთი მცენარეა, რომელიც ყველაზე ალერგიული მცენარეა დღესდღეობით მსოფლიოში და
და ანუ ამბროზიაზე ალერგიის შემთხვევაში ხშირად არის რომ ნესვზე ალერგია ან სხვა ხილის მიმართ ალერგია. ნესვზე ალერგია, უირა საინტერესო. ჯვარედინი რეაქცია, იმიტომ რომ რაღაც მარკერები გავს. გენეტიკურად ერთმანეთის მსგავსია ამ მცენარეების გენური ფორმულა და ამიტომაც ანუ აქაც სიფრთხილე მჭირდება და მცოდნა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამბროზიას თუ შეხვდები არ ესე იგი ნესვი არ უნდა მიირთვა იმის. იცით რა მაინტერესებს? ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს რუჯი, მაგრამ აღენიშნებათ მზის ალერგია. რა იწვევს ზოგადად მზის ალერგიას? შეიძლება ითქვას, რომ ანუ ეს თანდაყოლილია თუ აი გადამეტებულად, როდესაც ვიმყოფებით მზის სხივების ქვეშ ეს იწვევს. როგორ შეიძლება სხივებზე ზოგადად ალერგია წარმოიშვას, რა შეასახეს? და თუ არ მოუფრთხილდებიან საკუთარ თავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება რომ დადგეს? რუჯთან მიმართებაში, როგორც მექანიკურადაც იწვევს დამწრობას და რეალურად იქ დამწრობის ეფექტი იდგება, ამავე დროს სენსიბილიზაციაც ხდება, ანუ რა ხდება რუჯის შემთხვევაში? მზის მიერ, ანუ დასხივების შედეგად ორგანიზმში ცილების სტრუქტურა იცვლება, გამიგეთ და ამ შემთხვევაში ის ცილა, რომელიც მან ან დასხივებამდე ნორმალური იყო, სტრუქტურის შეცვლის შემდეგ უკვე არანორმალურ ფორმულას, ანუ არანორმალურ ფორმას ღებულობს და უკვე ჩვენთვის სახიფათო და ანუ ალერგენად ყალიბდება, გამიგეთ? იმისი უკან დაბრუნება ვეღარ ხდება, რა თქმა უნდა, თუ აუცილებლად უნდა გამომუშავდეს მის ნაცვლად მსგავსი, ანუ იმ ტიპის ცილა ორგანიზმში, ამიტომ ამ რუჯის შემთხვევაში ეს იქნება ანუ დიდხანს მზეზე ყოფნა თუ შემდეგ ვთქვათ მცირე დროით ყოფნა, მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგან ერთშერ ჩამოყალიბდება რეაქცია რუჯის მიმართ, ეს უკვე პერმანენტულ სახეს. ესე იგი მოუწევთ, რომ სამუდამოდ უარი თქვენ რუჯზე. იცით რა და მზის დამცავი, რა თქმა უნდა, კრემები და ლოსიონები უნდა აი ალერგიული რინით რაც შეეხება და მტვრის ტკიპის ალერგიას, ბავშვებს ჩვენ ეხა ამას ბოლომდე ვერ ავაცილებთ და მაგალითად სპორტ დარბაზში ვინც დადის, ან მაგალითად რომელიღაცა ცეკვის წრეზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განმაპირობებელია, დარწმუნებით შემიძლია თქვა, უფრო მეტად სპორტ დარბაზებში, იმიტომ რომ შეხება აქვთ, ხო, იქ რაღაც აკეთებენ უამრავ. რამდენად შეიძლება დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მე მსმენია მაგალითები, რომ თავი შეუკავებიათ მშობლებს და არ მიუყვანიათ გარემოს გამო, იმიტომ რომ ბავშვს ეგრევე ცემინებაც დაწყებია და რა თქმა უნდა, ქავილიც. კი. როგორ შევაგუოთ ამ ყველაფერს, რომ ბავშვი არ დაისტრესოს? სპორტ დარბაზებში და ზოგადად ესეთ დიდ დარბაზებში, რა თქმა უნდა, ჰიგიენური წესები უმეტესწილად დასულია და უნდა დაიცვან. სველი წესით დალაგებას, რაც შეეხება ოქროს სტანდარტია და პლუს ამას, როგორც აღნიშნე, აი ის ხსნარები, რომლებიც ჩვენს რეალობაში ეხლა შემოვიდა მაქსიმალურად ხო, იმიტომ რომ მშობელი ამას სახლში აკეთებს ყველაფერს, შეიძლება გადავაჭარბოთ კიდევაც და იქ ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი დადის და მსგავსი წესის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ სტრესის დონე რო შეუმცირდეს ბავშვს, ანუ რაღაც შეგუება უნდა მოვახერხოთ ალბათ მშობლებმა. შეგუებას რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიზახი, ანუ სახლში რა თქმა უნდა ნორმალური გარემოა, მაგრამ მაქსიმალურად ნორმასთან მიახლოებულ გარემო უნდა იყოს იქ სადაც ბავშვი რამდენიმე საათის თუ ერთი-ორი საათი მაინც უწევთ ყოფნა ბავშვებს ამ გარემოში და მაქსიმალურად სველი წესი თუ არ იქნება პრეპარატებით დამუშავება, სველი წესით დალაგებას წინ ვერაფერი, ანუ ოქროს სტანდარტია როგორც ითხარით. მაქსიმალური ჰიგიენა და მაქსიმალურად ოთახი, ანუ შენობის განიავება და განიავებას რაც შეეხება თანამედროვე რეალობაში, რა თქმა უნდა, ვენტილაცია, ზოგადი საერთო ვენტილაცია და აი ეს მომენტები ცოტა უნდა და ვენტილაციასთან დაკავშირებით რადგან ვახსენე, ანუ უნდა იყოს ეგ სპეციალური სამსახურია უკვე, ვინც აგვარებს ხოლმე სავენტილაციო სისტემის სანაცვლოს, ანუ დაწმენდას. ან ერთ სამი გამართული უნდა იყოს. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი აუცილებლად. ერთი ასეთი უცნაური ასე იდეა ტრიალებდა, იდეა კი არ მოსაზრება უბრალოდ და მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს დღევანდელ ფონზე მით უმეტეს. ანუ ერთი-ორჯერ გავიგე, რომ ადამიანებს საკუთარ ოფლზე აქვთ ალერგია, რამდენად სიმართლეა ეს. თუ სხვა მიზეზია და უბრალოდ აიმთხევა. ოფლზე არის ანტიგენები არსებობს, რა თქმა უნდა, შეიძლება ქერტლის მიმართ გაუჩნდეთ ალერგია, ანუ კანის ქერტლზე. ოფლზე არა. ოფლში შემავალი აი ქერტლის კომპონენტები იწვევს ალერგიას. ანუ თავში მაშინ ძირითადიან ნაწილში. თქვენ გულისხმობთ, როცა გაიოფლება პაციენტი და მე უწითლდება და კანი. ეს უკვე არა. ეს ქოლინერგული რეაქცია როგორც წესი და ოფზე რეაქცია, ანუ ოფზე ფაქტიურად არ არსებობს ალერგია, უბრალოდ
კიდევ ვამბობ, ეპიდერმისში შემავალი ნივთიერება, ანუ ქერტლი, რომელიც უკვე, რა თქმა უნდა, იშლება და ის უკვე გვევლინება ალერგიას. პალატას კითხვასთან ასოციაცია გამიჩნდა, რასთან დაკავშირებით სამოს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ისევე, როდესაც ატოპიური დერმატიტია, კანის სიმშრალეა, ალერგიული რინიტია და ასევე ავეჯსაც. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რა დავიცვათ მშობლებმა. რბილი ავეჯი და სამოსი, რა თქმა უნდა, შალის სამოსიც ერთ-ერთი რისკ ფაქტორია და არა მხოლოდ შალის სამოსი და ნატურალური შალი, არამედ სინთეტიკური ნივთიერებებიც, რომელიც გამოიყენება, თქვათ, ფართოდ გამოიყენება ჩვენს რეალობაში, ხო? სინთეტიკური ნივთიერებების, ანუ მასალაზე დამზადებული ტანსაცმელზე, აი, როგორც ვთქვით, ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი შედეგია და დღითი დღე თუ არა წლიდან წლამდე მაინც მატულობს გარკვეული პროცენტი. ამის პრევენცია კიდე ჯანსაღი სამოსის გამოყენება და ანუ ბამბეულზე გადასვლა ყველაზე ისეთი. ანუ უნდა დავუბრუნდეთ ასე ვთქვათ საწყისებს, ხო? კი. კი და ბალიშსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, უნდა იყოს. ბალიშიც ბამბუკის თუ არ ვწდები, ხო? ბამბუკის. არა, სპეციალური ჰიპოალერგიული. ჰიპოალერგიულია და მითხეს რომ ბამბუკის სინთიფონისგან მზადდება. არა, ბამბუკის სპეციალური საბნები და ბალიშებია დამზადებული სინთიფონი. ამ დროს არ შეიძლება ბუმბული, იმიტომ რომ ბუმბულზე რა თქმა უნდა არა, ბუმბული ერთ-ერთი ალერგენია და ერთ-ერთი რისკ ფაქტორია ალერგიული თვალსაზრისით. მიხვდით რომ საკითხი გათვითცნობებული ვარ, იმიტომ რომ მარიამს შევაწუხეთ დათო და შეგვეძლო შენ მოგვეწვი. ჩემ შულს აქვს ალერგია და ამიტომ ძალიან ინფორმირებულია ხო? ესეთი მტკივნეული თემა. კარგით, ბოლო კითხვა მექნება და დავამშვიდობოთ ჩვენ სტუმარს. აი, როდესაც ბავშვი მიყვავს სტომატოლოგთან, მაგალითად, კბილის დასაბრუნებლად ან კბილის ამოსაღებად, ხო? პირველი კითხვა არის, თუ პირველი ვიზიტი არის, გვეუბნებიან, რომ გჭირდება ანალიზი, ხომ არ არის ალერგიული, ხო? მაგალითად, თუ ერთხელ ჩაუტარდა ეს მსგავსი ანალიზი ბავშვს და შემდეგ განმეორებითი ვიზიტი, პირობითად 1 წლის შემდეგ მოუწია ისევ, არის თუ არა საჭირო, რომ ისევ განმეორებით აუღოთ ეს ანალიზი? კარგი და აქტუალური კითხვაა სხვათა შორის. მინდა გითხრათ, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სინჯი უკვე ჩატარებული იყო და არანაირი გამოვლენა ალერგიის თვალსაზრისით არ ყოფილა, მომდევნო ჯერზე 1 წელი კი არა, 6 თვის შემდეგაც კი უკვე აუცილებელია, რომ ჩატარდეს ხელახლა სინჯი, იმიტომ რომ ერთის პირველი სინჯი არ არის გარანტი, რომ მომდევნო შემთხვევაში აღარ გამოვლინდეს ალერგია. ანუ ანტისხეულები შეიძლება გამომუშავდეს უკვე კონკრეტული ტკივილგამაყუჩებელის მიმართ, რომელიც უკვე სინჯის სახით დადასტურდება მეორე სინჯის შემთხვევაში და ანუ პრევენცია ხდება შესაბამისად. და გამოიყენება უკვე გამოუძებნით ალტერნატიულ პრეპარატს ან თუ ეხა ბევრ კომპონენტზე არის ალერგია, მაშინ უკვე შეიძლება ზოგადი ანესთეზიითაც კი ჩატარდეს ესა თუ ის სტომატოლოგიური манипуляция. და ბოლო-ბოლო შეგვიძლია ვთქვათ ისიც ბოლოში, რომ ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, თუნდაც სტომატოლოგის შემთხვევაში, რომ აი ამ პრეპარატს თუ გამოიყენებ, რომ ზურგი მოგექავება და ამ დისკომფორტის გამო დავდივარ. აქ შეიძლება იმდენად მძიმე შედეგი დაგკრის, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ამიტომაც დავდივარ და როდესაც სასტორზე ვდებთ სიცოცხლეს და რაღაც პრეპარატის კბილში შეყვანას, რა თქმა უნდა, ჯობია გავიქცეთ და ალერგოლოგთან. არა, თვითონაც ამ საბუს და სინჯის არაპირებად, თუმცა რომ ბავშვი ალერგიულია. აი ეს რაღაცა, ნუ იქ რაღაცა რამდენიღაცა ლარის გადახდა არ მინდა, იმიტომ რომ წეწავენ ბავშვები ერთიან და შენ თუ სიცოცხლე გემეტება ამ კონკრეტულ თანხის გამო კი ბატონო, მაგას რომ გვერდი აუაროთ, ანუ ძალიან ხშირად მსმენია, როდესაც სტომატოლოგები ამბობენ, რომ უკვე ხო დაპლომბილი აქვს კბილი, ანუ აქვს უკვე ანალიზი აღებული და აღარ გინდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გაამახვილეთ თქვენ ყურადღება და მშობლებმა უნდა გაამახვილონ ამაზე აუცილებლად ყურადღება, რომ არ დაუჯეროთ სტომატოლოგს, არ მინდა ახლა ცოტა გამომივიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავის დაზღვევის მიზნით განმეორებითი ვიზიტი, როდესაც გვექნება სტომატოლოგთან, აუცილებლად გავუკეთოთ ისევ განმეორებითი. ბატონო, მოკლედ რაღაცებში გავერკვიეთ ჩვენ სტუმართან ერთად, რაღაცეებს შეკითხები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია დაგვრჩა, მაგრამ ნუ ჯერ დრო არ გვაქვს ამის და როცა გვექნება მსგავსი თემა, იმედი გვაქვს ჩვენ სტუმრები და კიდევ ერთხელ აგიხსნით რაღაცეებს. თქვენ თუ რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგიპოვებათ და დრო გაქვთ ამისი შეგიძლიათ იგივე ქსელის საშუალებით გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება ამ ვიდეოს, როცა ეს ვიდეო როდესაც დაიდება Facebook-ზე და რა თქმა უნდა ვიკონტაქტოთ, გავნათლდეთ, მეტი ვიცოდეთ ერთმანეთისა და სხვადასხვა რაღაცების შესახებ ზოგადად. ბატონ დავით, დიდი მადლობა, დავით ხამულაძე იყო ჩვენი სტუმარი, ალერგოლოგი, ჩვენ კი რამდენიმე წამში დაგიბრუნდით. გემშვიდობებით. კარგად ვსვამდებით.
ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით და ძალიან ყურადსაღებზე ბოლოს სოფომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა და აუცილებელია ნამდვილად რომ ჯერ გავესიჯოთ და შემდეგ გავაკეთოთ ყველა ვიზიტი ექიმთან. ასევე ძალიან ყურადსაღებია, როდესაც კანს ვეხებით, როზაციის თემატიკა. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე აკნე და როზაცია ერთმანეთში ეშლებათ და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქაც მივმართოთ პროფესიონალს და სწორად ვიცოდეთ დატანა სახის კანზე, აი იმ საცხების რაც არის მნიშვნელოვანი და სწორად ვიცოდეთ მოვლა. მე მოვიწევე ხა სტუდიაში პროფესიონალს ინეზა დიასამიძეს, ექიმ კოსმეტოლოგს, რომელიც გაგვიზიარებს ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად ინფორმაციას. მოგესალმებით. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოგზანდით. მადლობა თქვენ. სხვათა შორის მე ხანდახან როზაციას ეძახიან ვარდისფერ აკნეს. კი ბატონო და თუ ხანდახან გვერევა ალერგიაშიც. კარგი ხაზგასმა გააკეთე ამ თემასთან დაკავშირებით სოფო და ამიტომაც შემდეგ ჯერზე როდესაც ინეზა გვესტუმრება შენ იქნები აქვს. არა, იმიტომ რომ მე მაქვს როზაცია. და მე დავასრულებდი სოფოს ნათქვამს მეიქაპის კუთხით თუ შევხედავთ, ძალიან აქტუალურია მოვარდისფრო ბლაში და როზაცია ვისაც აქვს, ხოზიამ არ გამოიყენოს ეს სპეციალური მაგალითად პროდუქტი. და ხშირ შემთხვევაში აქვთ ბუნებრივად. მოკლედ ინეზა მე ვახსენე რომ ხშირად ერევათ როზაცია და აკნე ერთმანეთში. სახლის პირობებში ძირითადად იწყებენ მკურნალობას, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს ვისაუბროთ და ავხსნათ სწორად, რომ გაიგონ თუ რას ნიშნავს როზაცია და რატომ არის გამოწვეული ეს პრობლემა. დავიწყებ იქიდან, რომ ეს არის დერმატოლოგიური პრობლემა, ქრონიკული პრობლემა სხვათა შორის და უმეტესად გვხდება ქალბატონებში, სამწუხაროდ ხა მამაკაცებში მოკლედ იშვიათად საუბრობ და იშვიათად მიმდინარეობს მსგავსი პრობლემები. 30 წლიდან 50 წლის შუალედში აი ეს ასე კი არის, ძირითადად წამყვანი ამ დაავადების. ნუ როგორაა, ახლა რო შევხედოთ ადამიანს მაგალითად შეუიარაღებელი თვალითაც უკვე შესამჩნევია. აი ლოყების არეალში მაგალითად ლოკალიზდება შეწითლებული ლოყის უბნები, როგორც აღნიშნა მერი და ეს ჩვეულებრივად ანუ რაიმე ისეთი განსაკუთრებული კვლევები ამას არ ჭირდება, პირდაპირ დერმატოლოგი, თუნდაც მე ექიმ კოსმეტოლოგი, თუ ეხება პირველი ხარისხის პრეროზაცია საქმე, უკვე ვხდები რასთან გვაქვს საქმე. თუმცა არის 4 ფაზა ამ პრობლემის. ეს ძალიან გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ არის ვასკულარული ფაზა, რომელიც უკვე გამოხატულია პაპულებით. არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში. ჩვეულებრივი აკნე არის აკნე და აი ჩვეულებრივი გამონაყარი როცა არის, თუმცა როზაცია განსხვავდება იმით აკნესგან, რომ აქ არის უკვე ვარდისფერი გამონაყარი. როცა უკვე ამასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად დერმატოლოგს უნდა მივმართოთ და უნდა მოხდეს შესაბამისი კვლევა, ანალიზის მიერი უფრო ღრმა კვლევები, რათა არ მოხდეს უფრო რთულ პერიოდში, კი ბატონო, ანთებით პროცესში. მასე ვამბობთ ხო როზაციაზე? დიახ, ხო, აი ეს თანმიმდევრობა, ნუ სულ 4 фазაა როზაციაში, როგორც აღნიშნე და ჰემატოზური ასევე. კი ბატონო. მე იცი რა მაინტერესებს ხო ფაზებზე საუბრობდით, ანუ ეს გართულების ეტაპებია თუ შეიძლება რომ პირდაპირ მეორე დაგემართოს ან მესამე ფაზა აი იწყება პირველი ეტაპიდან და მე როგორც აღნიშნე, სახში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე манипуляციების ჩატარება. ჩვენ კოსმეტოლოგს პირველი ფაზის მკურნალობა სრულებით შეგვიძლია და ვართ კომპეტენტურები პირველ ფაზაში, თუმცა მეორე, მესამე და მეოთხე ფაზა ეს რით არის გამოწვეული, ახლა ეს ზუსტად ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეიძლება არ მიაქცია პაციენტმა, შეიძლება კუჭნაწლავის პრობლემიდან იყოს გამოწვეული, თუნდაც პირდაპირ მეორე ფაზა. ვასკულარული და უცებ ადგება ადამიანი და აქვს შეშუპების მომენტი ან გამონაყარი უცებ ანუ ხდება ხოლმე როცა არ აქცევენ ყურადღებას და შემდეგ უმწოვდებათ ხდება ისეც რომ პირდაპირ ვასკულარული სახით ვლინდება ადამიანებში ამიტომ სიფრთხილით უნდა მიუდგეთ ამას და საჭიროა და აუცილებელიც კი არის რომ დერმატოლოგთან სასწრაფოდ გაქანდეს და მიმართოს დერმატოლოგს და შესაბამისად დაინიშნოს მკურნალობა. მკურნალობა ძირითადად არის ანტიბიოტიკოთერაპიით და ანტიმიკრობული საშუალებებით. პირველ ფაზას რაც შეეხება, უფრო ლაზერული თერაპიაც სრულებით საკმარისია.
თუ მაგალი ასევე საცხების გამოყენებაც პირველ ფაზაში. ანუ აი თანმიმდევრობა გვიჩვენებს, კაინის მდგომარეობის მიხედვით უკვე უნდა განსაზღვროთ რა რის შემთხვევაში რანაირად უნდა მოვიქცეთ და ამ შემთხვევაში პრეპარატი რა შვება ამ სისხლძარღვოვან ფაზაზე? ანუ ავიწროებს სისხლძარღვებს ნორმამდე ანუ რა საკეთებს? ანთებითი აი უფრო ანთებაში. ანუ იმ კონკრეტული პატარა სისხლძარღვების ანთებაა? არა, ანთება უკვე მოლუსკები, ანუ გამონაყარი ვარდისფერი გამონაყარი როცა არის. როცა ხო, აი ამ შემთხვევაში უკვე ანტიბიოტიკოთერაპიის ეგ გასაგები ანთება უნდა თქვენ თქვით, მაგრამ სისხლძარღვოვანი ფაზაა, ხო? სისხლძარღვოვანი ფაზა როცა არის, ამ შემთხვევაში აი ლაზეროთერაპიული მკურნალობა. ხო და რა შვება ლაზერი ეგ მაინტერესებს. ჩვენ არ ჭირს, მაგრამ მაინტერესებს. მე მჭირს და მე მაინტერესებს. ხო, აი კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ლაზერი ზუსტადაც რომ არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლევს სისხლძარღვებს, აი ბადისებურადაა განლაგებული. და რატო ხდება? აწვება აი სმელებში ალკოჰოლის ვინწყებულობს, ხო, სპირტიანი სასმელები ჰისტამინს შეიცავს, ამის ხარჯზე კაპილარები ფართოვდება. აი, ეგ მაინტერესებს. ხო, აი ლაზერი ზუსტად აი ამ სისხლის მიმოქცევის დაბალანსებაში გვეხმარება და ამის ხარჯზე უკვე ფერი უმტკივნეულო თერაპია, ძალიან კარგი თერაპია, პირველ ფაზას იდეალურად შველის. ამას გარდა აუცილებლად საცხები, იმიტომ რომ ფაქტორი უამრავია, გამომწვევი ფაქტორი, ძირითადად უფრო გენეტიკურია და ასევე კუჭნაწლავის, აი ორგანული, შიდა ორგანული მდგომარეობიდან გამომდინარეობს. თუმცა რისკ ფაქტორები მაინც არის სმელი, ანუ ალკოჰოლ დამოკიდებული, ასევე სტრესი, ქალბატონები, განსაკუთრებით რომლებიც დიდი და ხანგრძლივი დროით ღებულობენ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, ასევე ულტრაისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ, როცა ხანგრძლივად არის ადამიანი, ასევე სიცივე სხვათა შორის. ამიტომ უნდა შევქმნათ სეზონურად ბარიერი გარემოს და ჩვენს კანს შორის, ვინაიდან მოხდეს დაცვა ჩვენი კანის, რომ არ მოხდეს ზედმეტად ზეგავლენა არ მოახდინოს გარემო ფაქტორებმა. ანუ უყურე სახლში ქალი ყავს, ხო? გაქვს ბალიშის ლაზერი. ანუ დალია როზაცია ლაზერი და ყველაზე ხურათსაღები მეოთხე ტიპია, ეს არის ოფთალმოროზაცია, იმიტომ რომ თვალების სიწითლეს, სიმშრალეს და გაღიზიანებას იწვევს და ამ შემთხვევაში ეს ძალიან გამოკვეთილი ტიპია. და როგორ უნდა მოვუაროთ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ვფიქრობ, რომ საცხები და ეს არ არის საკმარისი, აქ ალერგოლოგის ჩართულობაც არის აუცილებელი. ალერგოლოგის და ასევე დერმატოლოგის, უფრო კომპეტენტური ამ საკითხში არის დერმატოლოგი და აუცილებლად ხაზგასმით უნდა ვთქვა ის, რომ თუ მაგალითად მესამე და მეოთხე ფაზაში არის უკვე პაციენტი, თუ დაეწყოთ შესიება, ან შეწითლება, ან ქავილი, ან გამონაყარი დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს. გადამდები არის თუ არა? არა. იმიტომ რომ თვალის ქავილი ეს ხშირად რაღაც მაინც ესთეტიკასთან არის კავშირში, ხელი შეიძლება მოკიდოს ან რაღაც. როცა ინფექციურ ფაზაშია, შეიძლება იყოს რისკ ფაქტორები, თუმცა ახლა ეს კონკრეტულად არის ეს მონაცემები, ხო? ჩემ შემთხვევაში ჩემი როზაცია არის გენეტიკური, იმიტომ რომ აღენიშნება დედაჩემსაც, მახსოვს რომ ბაბუსაც ჰქონდა და ის ჩამონათვალე ახლა რაზეც შენ გაამახვილე ყურადღება რომ უნდა მოვერიდოთ, ხო? არ გამომდის ამ ყველაფრის შესრულება, იმიტომ რომ სიცივეშიც მიწევს ყოფნა ძალიან მიყვარს რუჯი, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში მიწევს ხოლმე მზის სხივების ქვეშ ყოფნა და ეს უფრო უარესად მოქმედებს ხოლმე ჩემს, ანუ რაც უფრო სითბოში ვიმყოფები, თუნდაც დახურულ სივრცეში, ხო? მით უფრო მიწილდება ხოლმე და ნუ აი მე ძალიან მეცინება ხოლმე ჩემს თავზე რომ ჩავიხებ ეს აბრაწული ნოყებით რომ ხოლმე ძალიან მიყვარს გამოყენება ისეთი საცხებს, აი სახის კანს რო ამოშავს. აი მაგალითად, როდესაც ვიმუშავებ, ხა დამეხმარეთ, რა ქვია, როდესაც ოდნავ ამქერცლავი ისა, სკრაბი, ხო? კი ბატონო. რამდენად შეიძლება აი ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც აღენიშნება როზაცია, მსგავსი ქმედებების ჩატარება. ხუთი ნომერი ქვიშა. აი პილის სკრაბზე გამამახვილე განსაკუთრებით ყურადღება. არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლად სახში სკრაბირება არ შეიძლება. იმიტომ რომ შენ არ იცი როგორი ტიპის კანი გაქვს, ამიტომ შეიძლება უფრო უარის გამო გააღიზიანო კაპილარული მდგომარეობა და შენი როზაციული
მდგომარეობა. ამიტომ თავი შეიკავო საჭირო გირჩევ ნამდვილად. ამას გარდა შენთვის აუცილებელია შენზე მორგებული საცხები სოფო. იმიტომ რომ არ უნდა დაიხუროს შენი ეპიდერმისი ისეთი საცხით, რომელიც დაფარავს და დახურავს, უფრო ვენტილაციის სახის საცხი უნდა გამოიყენო, სპეციალურად შენთვის განკუთვნილი სიწითლისკენ მიდრეკილი სენსიტიურობისკენ მიდრეკილი საცხი, თუ ეს გშველის, თუ არ გშველის, უკვე უნდა მიმართო ლაზეროთერაპიას და როგორც ვისაუბრე წინათ, აუცილებლად უნდა შექმნა ბარიერი კანს და გარემოს შორის. მოქმედებს როგორც სიცხე და გადახურება, ასევე სიცივე. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოქმედებს როზაცია, ვისაც აქვს ასეთ პაციენტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია SPF-ის სწორად გამოყენება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვისაც არ აქვს როზაცია, შეიძლება SPF-ი ძალიანაც მოუხდეს, მაგრამ აქ ორმაგად ყურადსაღები უნდა იყოს, რომელ SPF-ს ვიყენებთ და რას ურჩევთ ხოლმე მსგავს პაციენტებს. როგორ მოერიდონ მზის სხივებს. ნამდვილად უნდა მოერიდონ განსაკუთრებით როზაცია, ვისაც აწუხებს და ნებისმიერი SPF-ი არ აქვს მნიშვნელობა, არ არის განკუთვნილი როზაციას მქონე პაციენტებში SPF-ი სასურველია ნებისმიერი ოღონდაც გამოიყენონ და გაიაქტიურონ ყოველ 2 საათში, რაც ყველაზე მთავარია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლაზერული ეპილაციაც. ამ შემთხვევაში რჩევა როგორია? მივესალმები, უბრალოდ უნდა იქნეს დანიშნული და ჯერ საჭიროება უნდა ითხოვდეს, მდგომარეობა უნდა ითხოვდეს აი ამ თერაპიას, რეაბილიტაციას არ საჭიროებს, არის ძალიან უმტკივნეულო, კომფორტული და შედეგის მომცემი. ძალიან მოკლე ხანში ხდება შედეგი. ეს შედეგი რო კარგი მივიღოთ, მე ვგულისხმობ მეორე ლაზერულ თერაპიას, მაგალითად სახის მოვლის პროცედურის თვალსაზრისით. ხო, რამდენად მართებული აღვივებს თუ არა ამ ამ პროცესს? არა, არანაირად. არანაირად. არა. გაჩნია ხა რა ლაზერზე ვარ, რა ლაზერზე ვსაუბრობთ, ამასაც ხო გაჩნია. კი ბატონო, სახის გამწმეტი პროცედურა რო არსებობს. ხო. სიფრთხილით ამ შემთხვევაში და манипуляციებით სხვათა შორის კოსმეტოლოგიური манипуляციებით შესაბამისად კეთდება, იმიტომ რომ არ ვაზიანებთ ეპიდერმულ მდგომარეობას და უფრო ღრმა შრეებში ვაკეთებთ. ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, იმიტომ რომ კაპილარული ქსელი როცა არის გაგანიერებული და ისედაც პრობლემურად არის წარმოდგენილი, იქ ზედმეტად ჩხვლეტები და კანის გაღიზიანება ნამდვილად არ არის საჭირო, ამიტომ ცოტა სიფრთხილით ვუდგებით ასეთ პაციენტებში ინიექციებსაც და ანუ შეიძლება ასეთი დასვა გამოვიტანოთ, რომ ადამიანები ტყუილუბრალოდ არ სწავლობენ წლები რაღაც პროფესიას, დაწყებული კოსმეტოლოგიდან დამთავრებული ფიზიკის მეცნიერება და დოქტორობამდე, იმისთვის სწავლობენ, რომ მათ მივმართოთ ხოლმე რაღაც პრობლემა რო გვაწუხებს და არა დაუშვათ სახლში, მით უმეტეს ახლა არ ვიცი, ახლა ჩვეულებრივი მოკვდავი, ასე ვთქვათ, თუ კაი გაწიო ცოტა ხნით ინტერნეტი გვერდზე, რატომ უნდა ვერკვევოდეს საერთოდ როზაციასა და აკნეს შორის ჯერ ეს სიტყვები უნდა ვიცოდე. მე ამათ შორის კიდე სხვაობა უნდა ვიცოდე და რომ შემიძლია სპეციალისტი მივმართო და ის ამიხსნის ყველაფერს და დამეხმარება იმაში რომ უშველო ამას და მე ჩემს დავუშვათ ფიზიკას გადავყვე და არა ვიფიქრო კოსმეტოლოგიაზე. ხო, მართალია. პირველ რიგში რითაც უნდა მივხვდეთ, რომ გვაქვს პრობლემა. პატა, ეს არის შეწითლებული უბნები ლოყის არეში, ეს არაბუნებრივად ჩანს, ანუ ეს ჩვეულებრივი არ არის. ხო, ნუ არც მწვენია და არც იცინდნენ რომ შემოსული უბრალოდ ჩვეულებრივად ვარ და რადგან წითელი მაქვს ლოყები. კი ბატონო. ეს პირველი აუცილებლად. თუ მაგალითად ამას დაემატა გამონაყარი და ეს გამონაყარი არის ვარდისფერი შეფერილობის უკვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თვალის ირგვლივ მე მახსენა იცის ხოლმე შეშუპებები, ასევე სიმშრალე კანის და გარქოვანება, კიდე აი ცხვირის არეში, ცხიმიანობის რაღაცა ვერ არის, ანუ შენ თვითონაც უკვე იგრძნობ, რომ რაღაცა არ ვარ კარგად, არ არის ჩემი კანი ნორმალურ მდგომარეობაში. აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება და მივმართოთ სპეციალისტს. აუცილებლად და სახლში манипуляციები კატეგორიულად არ შეიძლება. საერთოდ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ უკვე დრო არის, იმდენად ბევრი ინფორმაცია გვაქვს უკვე, რომ აი გავითავისოთ ადამიანებმა ძალიან სიღრმისეულად, რომ როდესაც რაიმე სახის გარეგანი გამოვლინება გვაქვს, ხო, თუნდაც ელემენტარული თმის წვენა იყოს, ეს უკვე არის სიგნალი, რომ თუნდაც ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს და აუცილებლად უნდა მივმართოთ ხოლმე სპეციალისტს და არ უნდა ჩავერიოთ ამ ყველაფერს თვითნებურად.
ახლა იანურის მიწურულს ვართ უკვე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ამიდებია ჩვენს ქალაქში, ოდნავ სიცივეა, მზეც გვათბობს და ასე შემდეგ, მთელი და ზამთრის პერიოდი კიდე წინ გვაქვს რაღაცნაირად ასე მგონი, იმიტომ რომ თებერვალი, მარტი უფრო სუსხიანია ხოლმე. ამ პერიოდში როგორ უნდა მოუვაროთ სახის კანს? რა პროცედურები შეიძლება რომ ჩავიტაროთ, რომ არ გამოგვიშეს, მიუხედავად, აი მე მაგალითად ჩვენ ხო, ყოველდღიურად გვიწევს მაკიაჟის გაკეთება, შემდეგ მოშორება, ვინ როგორ ვუმლით სახის კანს, ესეც საკითხავი არის. ხო, როგორ შეიძლება რომ გარედან დავეხმაროთ სახის? პილინგები უკვე მიწურულია, მაგრამ კიდე აქტუალურად რჩება და აუცილებელია, ვისაც არ გაგიკეთებიათ, პილინგები იდეალურია. ასევე ბიორევიტალიზაცია სოფო ჩვენების მიხედვით ჩამოსაყვარელო, ჩვენების მიხედვით, აი კანი უნდა ვნახოთ რეალურად, კოსმეტოლოგმა უნდა ნახოს და შემდეგ უკვე უნდა და არა ის რომ აი გამიგია და მეც მინდა და გავიკეთებ. ხო, არავითარ შემთხვევაში. აი რამდენ ხნიანი პაუზაა, მაგალითად, ბოლო პროცედურა როდის ჩაიტარე, რა პროცედურა ჩაიტარე. მერე უნდა მოხდეს შენი კანის შეფასება და მერე უნდა დაიგეგმოს. კი ბატონო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი ქალბატონების. სიცივეც ძალიან მოქმედებს ზამთრის პერიოდში და დღის განმავლობაში, არა მარტო დილით ან საღამოს, დღის განმავლობაში შესაძლებელია, სადაც აი როზაციან მშრალი კანი, შუა დღითაც მოხდეს სახის დატენიანება. ანუ რა თქმა უნდა, ეს ცნობიერება უნდა ამაღლდეს ჩვენში, რომ უკვე სახლში აღარ უნდა ვატაროთ ის პროცედურები, რაც შეიძლება უკუმაჩვენებელს იწვევდეს და მივმართოთ პროფესიონალს. სხვათა შორის რაღაც მომენტში ვფიქრდები იმაზე, რა კარგია, რომ რაღაცები ძვირია ხოლმე. თორე ასეთი ტიპის საზოგადოებებში, მაგალითად, ყოველ ჩვენგან სახლში ექნებოდა რენტგენის აპარატი და დღეში 90-ჯერ დავისხივებდით თავს. მერე შეიძლება ქირურგიული ოპერაციებით ჩაგვეტარებია სარკეში. კიდევ კარგი ეს ყველაფერი ძვირი ღირს და კიდევ კარგი სპეციალისტებიდან გვიწევს წასვლა. იმიტომ რომ აუცილებლად იარსებდა რაღაც პროცენტი ადამიანების, რომლებიც გადაწყვეტდნენ, რომ უიმე თავზე რაღაცა მჭირს და მოდი მე ტვინის ოპერაციას ჩავიტარებ სარკეში. მე მოქვს ერთი უარყოფითი მართლა, ხანდახან შემოწმებელია. არა ამქვეყნიური მიზიდულობა საცხების მიმართა. ჭირდება არ ვთქვი ყველაფერს ასე ვიცნე. და ეს არის ძალიან ცუდი, ალბათ ახლა ჩემნაირი, ბევრი არ იქნება. მაწონი მამნია კანისთვის? ბატონო? მაწონი. რისთვის? კანისთვის. მაწონი კანისთვის არ ვიცი, ამბობდნენ რომ დამწრობისთვის ანუ მამნი არა პერიოდში. მე დაიხვედრე ყველგან ეს მაწონი და რამდენი წასვლა მოგიდება რაღაცა მაწონი წაისვა. ეს უნდა დავასრულო ახლა, იმიტომ რომ მაყურებელს არ ეგონოს რომ მხოლოდ მაწონის რეკლამა იყო ეს. ხო, მე ამბობდნენ რომ არ არის კარგი მაწონი, როდესაც რუჯიდან გამომდინარე სახე გვაქვს დამწვარი. ასე რომ ქალბატონებს განსაკუთრებით დიდი ყურადღება გვმართებს ახლა, იმიტომ რომ ემზადებით გაზაფხული ზაფხულისთვის და უკვე რუჯისთვის ვიწყებთ მზადებას და აი იმისთვის რომ მომზადებულად შევხვდეთ ზაფხულს და მივიღოთ უსაფრთხო რუჯი, ამისთვის ბევრი წინაპირობა არის და ეს წინაპირობები არის აი ზუსტად ის სახის დატენიანება და სახის მოვლა, რაზეც ჩვენი სპეციალისტი, ექიმი, კოსმეტოლოგი მიგვითითებს ხოლმე ყოველთვის და უღრმესი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და გელოდებით შემდეგისთვისაც მორიგი საინტერესო თემით, ხო? ძალიან დიდი მადლობა და რამდენიმე წამში ისევ დაგიბრუნდებით როგორც ყოველთვის. დავბრუნდით ისევ და ისევ საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. ამ საინტერესო თემები გვაქვს მოკლედ, ხო? რა თქმა უნდა. რა თავდაჯერებული ხალხი. ამჯერად მინდა რომ მშობლები ჩაუსხდეთ კარგად ეკრანებს და ყურადღებით მოგვისმინოთ. უნდა ვისაუბროთ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ბავშვები და თამაში. რამდენად მნიშვნელოვანია თამაში ბავშვის განვითარებისთვის? აღმოჩნდა რომ თამაშები ბავშვის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომელიც არამხოლოდ მათ შემეცნებას, არამედ ფიზიკურ, მენტალურ და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. აქ ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი არის. რამდენად უნდა მივაქციოთ ყურადღება მშობლებმა, რა ასაკში იწყებს ჩვენი შვილი თამაშს.
არის თუ არა საყურადღებო და საფრთხილო, როდესაც ვამჩნევთ, რომ ჩვენი შვილები არ თამაშობენ. ასევე რამდენად სწორ თამაშს თამაშობენ. მოკლედ ეს რაღაცნაირად ისეთი ჯაჭვური მოქმედება არის, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად საჭიროა, რომ მათ თამაში ჩავერთოთ ჩვენ მშობლები, როგორც დედა, ასევე მამა და ოჯახის სხვა წევრები. მოკლედ, ყველა ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი სპეციალისტი გაგვცემს პასუხებს და უნდა მოვიწვიო ნონა მუნჯიშვილი, ელმოს კლუბის წამყვანი პედაგოგი და პროგრამების კოორდინატორი. და ყავს მეორე სტუმარი, ასევე ირმა ბოლქვაძე, ელმოს კლუბის ფსიქოლოგი. მობრძანდით. გამარჯობა. დაბრძანდით თუ შეიძლება. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ვფიქრობ, რომ არასდროს არ მოიწურება, იმიტომ რომ რაც დრო გადის, უფრო მეტი დედა, უფრო მეტი ადამიანი ხდება მშობელი და ასე შემდეგ, ხო? ეს თამაშებიც ვითარდება. მოდი ჯერ დავიწყოთ პირველი კითხვით. რამდენად მნიშვნელოვანია? ზოგადად რა არის თამაში ბავშვისთვის და მე კი ვთქვი ძალიან მცირე ინფორმაცია, მაგრამ ანუ ვცლად რომ თქვენ გითხრათ, რა როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში თამაში და რა საკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა თამაში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ასეთი თემის განხილვისთვის. თამაში არის ესეთი ინსტრუმენტი, რომლის შეცვლაც ამ ეტაპისთვის არ არსებობს, რადგან თამაში შეიძლება შორიდან აღიქმებოდეს როგორც უბრალოდ დროის გასატარებლად ან ბავშვისთვის სასიამოვნო პროცესად, თუმცა თამაშს აქვს უფრო სიღრმისეული დატვირთვა ბავშვის ნებისმიერ ასაკში. თამაში ემსახურება ბავშვისთვის ნებისმიერ სახის თამაშიც იქნება თავისუფალი თამაში თუ დაგეგმილი role play თუ რაიმე სხვა, ეს ყოველთვის ემსახურება ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ასაკში ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი პირობები თამაშისთვის, შესაბამისი გარემო და ამ ყველაფერში იყოს მშობელიც, როგორც დამკვირვებელი, ასევე ჩართული და ერთად შეუწყოს მშობელმა ხელი ბავშვს ამ პროცესში, რადგან თამაში ისეთი მნიშვნელობის ის ეხმარება ბავშვს შეიცნოს გარემო, განვითარდეს და ამ ეტაპისთვის ამის ალტერნატივა არ არსებობს ბავშვის განვითარებაში. რა საკიდან იწყებს ბავშვი თამაშს? მოგახსენებთ, გავაგრძელებთ თემას, თამაში იწყება ჩვილობიდან და გრძელდება უკვე მთელი ცხოვრების მანძილზე, რა თქმა უნდა, ასაკის მიხედვით. ჩვილობიდან თამაშის დაწყების უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ პირველი კავშირი ყალიბდება მშობელთან ურთიერთობის, პირველი ემოციები. ამიტომ ძალიან აღსანიშნავია, რომ მშობელს ჰქონდეს ის ინფორმაცია, როგორ დაამყაროს ეს კავშირი სწორად. მინდა აღნიშნო, რომ არსებობს ესეთი სტუდიური გაკვეთილები, ჩვილების სტუდია, სადაც მშობელი იღებს საბაზო ცოდნას, როგორ ეთამაშოს ბავშვს სახლში, როგორი სენსორმოტორული აქტივობები გააკეთოს, სავარჯიშოები, ასე ვთქვათ, რომ შემდეგ ბავშვის განვითარება სწორად წარიმართოს. სამწუხაროდ საქართველოში დაბალია ცნობადობა ამ თემის და ცნობიერება, ამიტომ ძალიან გვინდა რომ ამას ხელი შევუწყოთ ამის ამაღლებას და ვცდილობთ და თავაზობთ ხოლმე მშობლებს ამ გაკვეთილებს. ბევრ მშობელს კიდევ ვერ წარმოუდგენია, აი რა უნდა აკეთოს, მაგალითად 2 თვის ჩვილმა სტუდიაში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ იმდენ ცოდნას და გამოცდილებას იღებს ბავშვის და მშობელის, რომელიც უკვე შემდგომ ეტაპებზე ტრანზიციისთვის არის აუცილებელი. ანუ თქვენ ამბობთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ 100 წელზე მეტია გვესმის უკვე, რომ თამაში არის ცხოვრების გენერალური რეპეტიცია და მსგავსი ესეთი სიტყვები, მაინც პრობლემაა და დღესაც კი ამ ასე ვთქვათ, საყოველთაო საინფორმაციო გარემოში, რასაც ელემენტარულ ტელეფონში შეგვიძლია ყველაფერს ვეზიაროთ, რაც გვინდა, მაინც პრობლემაა და ვერ ხვდებით ზრდასრულები, ყოფილი ბავშვები, რომ თამაში არ არის უბრალოდ რაღაც გართობა. კი, აქვე დავამატებთ, ეხლა ხან საღვნიშნე, რომ ძალიან ხშირად თამაში აღიქმება უბრალოდ სასიამოვნო პროცესად და ამის იქეთ უკვე არის მნიშვნელოვანი პროცესები, რასაც ვერ ვხედავთ ძალიან ხშირად, ან უბრალოდ გამოგვეპარება ხოლმე. ის რომ ბავშვი იწყებს ჩაჭიდებას, ხელების მოძრაობას, ეს მისთვის არის სამყაროს შეცნობის გზები. ის რომ ბავშვი არის დამკვირვებელი თუ როგორ თამაშობენ სხვა ბავშვები, ესეც მისთვის არის განვითარების პროცესი. ის რომ ბავშვი რაღაც სახლის ისეთი
საყოფაცხოვრებო ნივთები ხო, რაც შეიძლება იყოს, არ ვიცი, ნებისმიერ პატარა ნივთი იღებს და რაღაცას აწყობას ცდილობს, ამიტომ არის მისი კოგნიტური პროცესის განვითარების ნაწილი, რომ ის თავის შემოქმედებით პროცესს ანვითარებს, ამით ხედავს სამყაროს, აზროვნებს, როგორ შეიძლება ეს თვითონ საჭმელი გააკეთებინა და აქვე დავამატებ, რომ ძალიან ხშირად მშობლებს, როცა ვთხოვთ, ან უბრალოდ საუბრობთ, რომ ხშირად ვეთამაშოთ შვილებს, არ არის აუცილებელი, რომ დავგეგმოთ მათთან ერთად თამაში, სასურველია, რომ მივცეთ სხვადასხვა სათამაშოები და დავაკვირდეთ, როგორ თამაშობს და ვნახოთ, როგორია მის შემოქმედებითი უნარი, ჩავერთოთ, იმიტომ რომ მშობლის ჩართულობა და არა მხოლოდ დედის, ან ორივე მშობლის და ყველა ოჯახის წევრის ჩართულობა ბავშვთან თამაშის დროს უწყობს ხელს ემოციური ინტელექტის განვითარებას და ემოციური ინტელექტი რაც უფრო ადრეული ასაკიდან მუშაობთ ბავშვთან ამის განვითარებაზე მით უკეთესი შედეგი გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია. პირდაპირ გვინდა ვთქვათ, რომ ადამიანად ქცევის პირდაპირ მთავარი კომპონენტია, რასაც რაღაც პერიოდი კაცობრიობა არ აქცევდა ყურადღებას, ხო? იმიტომ რომ როდესაც ფსიქოლოგია სულ რაღაც 200 წლისიც არაა ora ისახებოდა უცებ გახდა სააქცენტო აი აზროვნება, ინტელექტი, ცოდნა, ცოდნის გადამუშავება, კრიტიკული ანალიზი და ემოციები დაგვავიწყდა ცოტა ხნით და მე აღმოჩნდა რომ ამის გარშე შეხო ხელოვნური ინტელექტი ვიქნებით უბრალოდ. ხო, იმიტომ რომ თანამედროვე კვლევები ამბობს რომ ცხოვრებაში ადამიანი წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია რომ ქონდეს კარგი ემოციური ინტელექტი და არა ის ინტელექტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვთხოვთ ჩვენს არ ვიცი ბავშვებს ან მოზარდებს. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ დრო საიმისოდ, რომ ითამაშონ ბავშვებს რაღაც დრო გამოყონ ამისთვის და ამისთვის კარგ რეკომენდაციებს ვაძლევთ ხოლმე, რომ აი, როდესაც დედა ელოდება სტუმარს ან მამა ელოდება მეგობრებს და სახლს ალაგებენ, ან უბრალოდ საჭმელს ამზადებენ, ხო, ჩართონ ბავშვი ამ ყველაფერში, თქვენ რომ მოდი გარიცხე ბოსტნეული, მოდი დათვალე ამასთან ერთად. ეს სწავლა თამაში თანამდე ბავშვის ემოციური ინტელექტი ვითარდება, იმიტომ რომ ის თავს ჩართულად გრძნობს, აღიარებს გრძნობს, რა თქმა უნდა. მან იცის, რომ როცა სტუმარი მოვა, ის არ უნდა დაჭრეს ცალკე კუთხეში ან გაჯეტით ან აი ის პირიქით ჩართული ამ პროცესში და აღიარებას გრძნობს, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასაგებია რომ არ გვცალია ხოლმე მშობლებს, მაგრამ ამ დროსაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს რესურსი და ჩვენ სასიკეთოთ და ბავშვის სასიკეთოთ. კი ბატონო, სადაც ნახე ერთი პოზიცია რაღაც მაინტერესებს, რაღაც რეკომენდაცია იყო მოუწელი მშობლებისთვის. ნუ გასაგებია რომ არ გცალიათ კარიერაზე ფიქრობთ, იმიტომ რომ ბავშვი ვიღაცამ საჭმელი და მოუტანოს ბოლო შიერი ბავშვთან თამაშს ჯობია კარიერა, მაგრამ იყო რაღაც რეკომენდაცია და მაინტერესებს რამდენად სიმართლე რომ 20 წუთი მაინც დაუწმენ დღეში და ეს 20 წუთი მართლა კმარა? იცით რა, მნიშვნელოვანია რომ ღირებული დრო, ან quality times რასაც ვეძახით, იყოს გატარებული შვილთან. შეიძლება ის იყოს 20 წუთი ან უფრო მეტი. სრულიად ამ დროის არ გატარებას მნიშვნელოვანია რომ ის 20 წუთი მაინც გავატაროთ. ეს 20 წუთი იცით როგორ უნდა იყოს დატვირთული, როცა შვილს ეკითხები როგორ გრძნობს თავს, რა მოსწონს, რა უყვარს და მასზე არის ძირითადი ყურადღება. ხშირად მშობლები ამბობენ რომ ჩემ შვილთან ერთად წავედი საყიდლებზე და გავატარეთ დრო ერთად და აღმოჩნდა მშობელს უნდა და რაღაცებს შეძენა და გაიყოლია შვილი. ეს არ გულისხმობს შვილთან ერთად იმ დროის გატარებას, რისი საჭიროებაც აქვს შვილს. უნდა მოусმინო იმ კონკრეტულ დროს, რას გრძნობს, როგორია მისი აღქმა გარემოსადმი, რას ფიქრობს კონკრეტულ საკითხზე, თუნდაც როცა მაღაზიაში მიდიან ხოლმე მშობლები, ვთხოვოთ რომ შეამოწმოს, აბა ეს საყოფაცხოვრებო ნივთები ხوار გვაკლია, რაიმე ხوار გჭირდება, ჩავთოთ ამ პროცესში, ხო? ამას ხო ჩვენ ისეც ვაკეთებთ დასრულები. ამიტომ უბრალოდ გზამივ ცეთ ამ ყველაფერს, ნუ ვეტყვით ამ ბავშვს რომ დამელოდე მოვალ, ნუ ვეტყვით რომ ჩაიცვი და წამოდი, შევამოწმებინოთ, ვთხოვოთ რომ ჩაერთო ჩვენთან ერთად, ხორდა ფული მივცეთ, რომელსაც წამოიღებს და მე ვეტყვით რომ აი დამაკლდა 20 თეთრი და იქნებ მასის ხო ეს ფული და მე დაგებრუნ და ასეთი დისკუსიით, ასეთი ურთიერთობებით მე ვნახავთ რომ ემოციური კავშირი კარგი გვაქვს, შვილი გვისმენს, იმიტომ რომ ჩვენც უსმენთ შვილს და გარდა ამისა ის აზროვნებს, შემოქმედებითია, კარგი მეხსიერება აქვს და ყველა კოგნიტური სოციალური უნარი მოდის ერთად. ანუ ოჯახის წევრი გავხადოთ ფაქტობრივად. ოჯახის სრულფასოვან წევრად უნდა ვაგრძნობინოთ თავი. ნახეთ თქვენ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ბავშვის თამაშის პროცესში. და ასევე თქვით თუ რა პლუსები აქვს ამ ყველაფერს. იმ შემთხვევაში თუ არ არიან მშობლები ჩართულები ბავშვის თამაშში და ასევე ოჯახის სხვა წევრები და სახლში, გულისხმობ ჯერ სახლში, ის თამაშობს გამოდვებით მარტო. ეს როგორ აისახება მის განვითარებაზე?
რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ამ მდგომარეობას? პირველ რიგში ამ შემთხვევაში ემოციური კავშირი არ არის ბავშვსა და მშობელს შორის ისეთი სრულფასოვანი, როგორც უნდა იყოს. რაც შემდგომში, რა თქმა უნდა, უკვე მოზარდობის პერიოდში თავის პრობლემებს წამოიღებს აუცილებლად. ამიტომ არის ხოლმე ხშირად მშობლები მე მოდიან თქო ჩვენს ფსიქოლოგთან და აქვთ ის პრობლემები, რომ შვილი არ უსმენს, არ უჯერებს, სხვადასხვა ასპექტში იქნება ეს დავალების დაწერა თუ სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე წეგან დროზე ვსაუბრობდით, რა დრო უნდა გაატაროს მშობელმა ბავშვთან, რა ითამაშოს. 1 კვირაში 1 საათიც კი მაგალითად სტუდენტ გაკვეთილზე ყოფნა მშობლის და ბავშვის ძალიან დიდი შედეგის მომცემი არის და მე უკვე 1 თვის შემდეგ, სულ რომ 4 საათი გამოდის, ახლა 1 თვეში, ხო? 1 თვის შემდეგ უკვე მშობლები აღნიშნავენ ხოლმე, რომ გასაოცარი შედეგები აქვთ ბავშვთან ურთიერთობაში. ყალიბდება ის დადებითი კავშირები, რაც შემდგომში ავითარებს ბავშვის ემოციურ, კოგნიტურ, მოტორულ და კოორდინაციას ასე შემდეგ სხვა უნარებს. ეს დადებითი მხარეები გასაგები, მაგრამ უარყოფითი რა შეიძლება აქვე დავამატების იმას, რომ პირველ რიგში როცა შვილი ითხოვს, რომ ყურადღება მიიღოს, ნუ მისთვის ნაკლებად არის ხოლმე გასაგები ის, რომ მშობელი გასულია და მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია, იმიტომ რომ მას სურს თავისი წილი ყურადღების მიღება და როცა ამაზე უარს იღებს, ის იწყებს უკვე პროტესტს. შეიძლება ამან გამოიწვიოს მისი ქცევის ცვლილებაც კი შეიძლება ჩაიკეტოს. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაიკეტოს, შეიძლება ისეთი ქცევები დაეწყოს, რომელიც მანამდე არ ქონდა, ან შეიძლება პროტესტის ნიშნად და ყურადღების მიქცევის მიზნით, არ ვიცი, დაიწყოს არასასიამოვნო ნივთების სროლა, ყვირილი, ან რაიმე სხვა. შესაძლებელია, რომ გახდეს აგრესია. იცით რატო? იმიტომ რომ როდესაც მაგალითად შვილი აკეთებს რაიმე მე არ ვიცი წყალი ვთხოვეთ და მოგვიტანა ხო ამას ძალიან ხშირად მშობლები არ ვეუბნებით მადლობას არ ვაძლევთ რაიმე საჩუქარს მაგრამ როგორც კი ის დაიწყებს საწოლზე ხტუნვას მაშინვე ვაძლევთ შენიშვნას და ამით შვილი ხვდება რომ ესე იგი მე როცა რაღაც მჭირდება რაღაც ასეთი უნდა გავაკეთო რომ მათი ყურადღება მივიღო მისთვის რთულია ცოტა გაიგოს როგორ უნდა მიიღოს სასურველი ყურადღება, იმიტომ რომ როდესაც მშობელი არ ერთვება მასთან თამაშის დროს, ძალიან ხშირად ბავშვები მიმართავენ ისეთ ქცევებს, რომელთაც მშობელი ჩაერთვება, შენიშვნას მისცემს, შეიძლება. ანუ მთავარია ყურადღება და არა შინაარსი ყურადღების. ამით ბავშვი ხვდება ის ქცევა უმტკიცდება მე მას, იმიტომ რომ თვითონ იცის რომ ანუ ის უნდა გავაკეთო, მე რომ ყურადღება მომექცეს მშობლისგან, ამიტომ რა თქმა უნდა თვითშეფასებაც საკმაოდ ისეთია, დაბალი თვითშეფასება არის ხოლმე, როდესაც სისტემატურად გვაქვს ასეთი ოჯახური სიტუაცია სახეზე, ამიტომ მერე დასრულობაში არის ხოლმე რომ აი აღიარებულობის ნაკლებობა აქვს, დაბალი თვითშეფასება, ყურადღებობის, კი ბატონო, თვითრეალიზაციის პრობლემა. თუმცა აქ აღნიშნავთ, რომ ბავშვს ასე უნდა ჰქონდეს თავისუფალ თამაშის დრო. და რეკომენდაციის სახით მშობლებისთვის რაც შემიძლია რომ ეხლა ესე მივაწოდო რეკომენდაცია არის რომ სასურველია ხშირად უბრალოდ გავიყვანოთ სხვაზე ვინც ბათუმში ცხოვრობთ განსაკუთრებით უბრალოდ ნიჟარები, ქვის კენჭები, ტოტები, ფოთლები, ხის ნაჭრები მივიტანოთ სახლში, დავულაგოთ და ვთხოვოთ რომ ამისგან ითამაშოს შექმნას რაიმე კონკრეტულად აზროვნებას ანვითარებს აღქმას ხო ასევე როგორ გადაჭრას პრობლემა რა როგორ გააკეთოს ამ ყველაფერს და ხშირად რომ უკვე შესრულებულ სახლს ყიდულობთ ან რაიმე სათამაშოს, მაგრამ თუ საშუალებას მიცეთ რომ შემოქმედი უნარი თვითონ განივითარ და თვითონ შექმნას რაიმე იქნება ბევრად უკეთესი. გაბატონ ნონა პირველად უსვამებ შემთხვევაში შეხარდა. უამრავი მეთოდოლოგიის მიმდინარეობა არსებობს. ძალიან დიდი ხანია, მოკლედ ამ კუთხით ხართ დაკავებული პედაგოგები ხართ და რომელი იყო მართებული, რომელმა გაამართლა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველწლიურად იცვლება ეს მიდგომები და თაობაც კი აი ახალი თაობა მოდის და მაგალითად თუ იყო ეს 15 წლის უკან, ეხლა სულ სხვა მიდგომა ჭირდება. რომელ მეთოდოლოგიას მიყვებით უფრო სიღრმისეულად? მოგახსენებთ, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი მეთოდოლოგია დაფუძნებულია თამაშის სწავლებაზე, ყველაზე
განსაკუთრებულად მინდა აღნიშნო არის ჯიმბორის თამაშის სწავლებლის პროგრამა და ასევე რეჯიო ემილიას მეთოდოლოგია. ორივე მათგანი დაფუძნებული არის თამაშის სწავლებაზე და იმ აღმოჩენების უნარზე. როგორც ქალბატონმა ირმა მახსენა, შეიძლება ბავშვს დაუდოთ ქვა, მაგრამ ეს ქვა იყოს ან მანქანა, ან რაკეტა, სხვადასხვა სიტუაციაში, ანუ ეს უვითარებს ბავშვს შემოქმედობითობას, წარმოსახვის უნარს, ფანტაზიას და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეს ბავშვის განვითარების პროცესში, იმიტომ რომ შემდგომში იზრდება უკვე ძალიან მოაზროვნე და ერუდირებული პიროვნება. და თანმიმდევრობაზე, აი დავუშვათ ბაღში გაქვთ ეს რუტინა ყოველდღიური, ხო, თვეში ასე ვთქვათ 26 დღე, 27 დღე. აი როგორ იწყება დღე, ბავშვები აი მოდიან და უშუალოდ იქ საჭველი გამოტოვეთ, რა თქმა უნდა და აი რამე თანმიმდევრობა თუ არის თამაშების, როგორ ვიწყებთ დღეს, როგორ ვამთავრებთ ან კვირის განმავლობაში, როგორ სისტემურად როგორაა, რომ ბავშვები აი A პუნქტიდან B პუნქტამდე მივიყვანოთ, ხო, აი რაღაც აჰა, მე დავიწყებ და ალბათ მე თქვენ პრაქტიკულად აკეთებთ ამას, თქვენ ფსიქოლოგია პირველ რიგში, როდესაც ბავშვი შემოდის უკვე იმ საგანმანათლებლო სივრცეში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი განწყობა. ჩვენ იქ არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა ვასწავლოთ იმ კონკრეტულ დღეს ისეთი რაც არის აკადემიური, არ ვფიქრობთ სოციალური გზით, ემოციური ფონი როგორი აქვს ამ ბავშვს, ამიტომ დილას ვიწყებთ აუცილებლად ემოციებზე საუბრით, როგორ გრძნობს თავს, რა მოხდა რის გამოც ასე გრძნობს თავს, ამ თვითგამორკვევის პროცესში ვეხმარებ და შემდგომ უკვე გადავდივართ სხვა დღის გეგმებზე, მუსიკის და სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, დამხმარე საშუალებებით და სხვას უკვე გავაგრძელებს. გავაგრძელავს მუსიკის თემატიკით, ჩვენთან ბაღში ძალიან დიდი როლი უკავია მუსიკალურ აქტივობებს. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ პედაგოგი ზის ფორტეპიანოსთან და ბავშვი მღერის, არა, სრულიად განსხვავებული. პირიქით ბავშვი პიანინოსთან და პედაგოგი. ეს არის მუსიკალური თამაშები, ბავშვები აუფლებიან მსოფლიოს სხვადასხვა ჟანრის და მიმდინარეობის ცნობილ მიმდინარეობებს, მუსიკალური თამაშებით, ინსტრუმენტებით და ამ შემთხვევაში ბავშვი შეიმეცნებს მის ჟღერადობას, ტემბრს, რიტმს და ბევრი სხვადასხვა უნარი ვითარდება სულ უბრალოდ მუსიკალური ინსტრუმენტების ჩხარუნით მაგალითად. იმპროვიზირებული ორკესტრი. ჩემ ჭირდება ეგ ეთერში რაღაცები რომ ჩხარდულად სამი. კონკრეტული მუსიკები, რომელიც შერჩეულია ბავშვისთვის, ეს ნეირომეცნიერება ამბობს, რომ ეს ეხმარება თავის ტვინის ნეირონებს განვითარებაში. ამიტომ ეს არ არის ეს შემთხვევითობით შერჩეული მუსიკები, არის მუსიკა, რომელიც ბავშვის თავის ტვინს ეხმარება განვითარებაში და სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ამას ძალიან დიდ უპირატესობას და ასევე ვიცით, რომ მუსიკას როცა უსმენთ, თან ბავშვებს აქვთ სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, ფიზიკურად აქტიურები არიან, ჟღერადობა, ეს მის სხეულს გრძნობენ, რიტმი, ემოციები და განწყობაც, ენდორფინებიც ის ყველაფერი მოდის და სახეზე გვაქვს უკვე რა. კი ბატონო, ბაღში არ ვიცი, მაგრამ ამას რომ მივყვებით, მე ჩვენ ვეღიმებო, მგონი ახლა ერთმანეთს ვაგვირდებით და უკვე მეღიმე რომ ხდება რაღაცა ჩხაკონი შეიძლება და ესე ყოველ ჩვენ გაშყო ბავშვია და ისიც შეგვიძლია დავამატოთ პრინციპში, არაფერი სასწავლე ამაშერა და ეს კვლევა დიდი ხანია დაიდო, ნებისმიერი სიახლე, აბსოლუტურად ნებისმიერი სიახლე, მაგალითად აი თუნდაც ჭიქა მეჭიროს ჩვენ მაქვს ამ ხელში და აი ამ ხელში რო დავიწყო ჭიქის დაჭერა, ესეც კი ჩვენს ტვინის უჯრედებს, ანუ აიძულებს ახლებურად შეეკრან ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს პროცესი მუდმივად მიდის, ხო? გადაწყობა ფილმებში მსგავსი ისინი გექნებათ ნანახი და აი ეს გადაწყობა ზუსტად ავითარებს ჩვენს აზროვნების უნარს, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს დიდი კომპიუტერი რაც აქ გვაქვს, მას რაც უფრო მეტი კავშირები აქვს სხვადასხვა უჯრედებს ერთმანეთთან, მით უფრო კარგად და სწრაფად ვაზროვნებთ. ასე რომ ვიჩხაგუნოთ. დამიბრუნეთ რუბრიკა მეგობრებო. კარგი, ჩვენ ეს ვისაუბრეთ თამაშის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე და ახლა უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, როდესაც ბავშვი არ თამაშობს. ჯერ პირველი გამოვლინება რა არის ამისი, რომ მშობელმა უკვე გაანგაში სიგნალი მისცეს, რომ აი ჩემი შვილი არ თამაშობს. როგორი გამოვლინება აქვს ამას, როგორ უნდა შევამჩნიოთ და რატომ ხდება ასე? ხო, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ კონკრეტულ გარემოს, სადაც ბავშვი არ თამაშობს. ზოგადად არ აქვს ინტერესი თუ არის კონკრეტული გარემო, სადაც ის არიჩენს ინიციატივას. ასევე უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა სათამაშო, სხვადასხვა გარემო, სადაც შეიძლება ის ჩაერთოს. მაგრამ ჩვენ სტუდიაში გვქონია ისეთი გამოცდილება, sadაც დაახლოებით 5-6 სახის რეჯიო ემილიის პრინციპით გაკეთებული კუთხეები, სადაც ბავშვს თავაზობთ სხვადასხვა თემატიკით
ტიპის სათამაშოებს, ეს იქნება სენსორული, ეს იქნება კოგნიტური ან სხვადასხვა, ბავშვს არ დაინტერესა არც ერთი და აქვე ყოველთვის არის ქცევა სახეზე. მე უკვე მიდის ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ არის რაიმე ნეირომრავალფეროვნება. ჩვენ სტუდიაში გქონდა ისეთი ხშირი შემთხვევა, როდესაც მოიყვანეს ბავშვი არ ჩაერთო, თან ამას ახლავს ყოველთვის ქცევა, ამიტომ ნეირომრავალფეროვნება საუბარია აუტიზმზე ან რომელიმე სხვა ნეირომრავალფეროვნებაზე, რომელზეც უნდა ჩაერთოს უკვე სხვა სპეციალისტი ჩვენი რეკომენდაციით და უკვე უნდა მოხდეს ბავშვის შეფასება. ძირითადად ასეთ რაღაცა უკვე 18 თვიდან ვლინდება, როდესაც ბავშვი არ რეაგირებს ყოველთვის სახეზე გვაქვს, იცით როგორ ახლა ბავშვი არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, არ რეაგირებს ხთითით, როდესაც რაიმეს ვაჩვენებთ, როცა ვეძახით ჩვენსკენ არ მოდის, ემოციურ კავშირს ვერ ვხედავთ, ეს ყველაფერი უკვე ერთობლივად გვაძლევს იმას, რომ ესე იგი რაღაც სხვასთან. თუმცა არსებობს ისეც, რომ შეიძლება 3-4 წლამდე ვითარდებოდეს ჩვეულებრივად და მერე წავიდეს. იმიტომ რომ ნეირომრავალფეროვნება საკმაოდ ფართო რამ არის და საკმაოდ მრავალფეროვანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს აღჭურვილი ამ ცოდნით და მშობელმა არ თქვას, რომ ეცი რა გაიზრდება და დაიწყებს. მნიშვნელოვანია, რომ განვითარების, ეხლა შეიძლება მშობლებს ძალიან ბევრი რამ ესთხოვ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ხედვით რა არის ნორმა, იმიტომ რომ როცა მშობელი მოდის 3 წლის ბავშვს არ აქვს მაგალითად 100 სიტყვამდე ლექსიკური მარაგი და ის ნორმა გონია, აქ უკვე სხვა რამისთან გვაქვს პრობლემა, ის მშობელი შეიძლება დიდხანს ვერ მიხვდეს, რომ აქ ჩართვა საჭირო, სხვა ჩართვა, სხვა დახმარება სჭირდება ბავშვს. იცი რა, ძალიან მომინდა ახლა რომ მეთქვა და რაღაცნაირად ჩემი როლი შემეტანა, როცა თქვი რომ ახლა გამომდის ისე რომ მშობლებს ძალიან ბევრ რამეს ვთხოვ, არა, ბევრ რამეს არ ვთხოვთ, უბრალოდ ჩვენ ვალდებული ვართ ვისწავლოთ როგორ ვიყოთ კარგი მშობელი, ხო? ასევე მინდა კითხოთ ერთი რაღაცა, რომ არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებსაც უყვართ მხოლოდ მარტო თამაში, ან ამოიჩემებენ ერთ ბავშვს, აი განსაკუთრებით ბაღში ხდება ეს და მხოლოდ მასთან უნდა თამაში. ასეთი ბავშვები, რა თქმა უნდა, ანუ გუნდურ თამაშებში არ იღებენ მონაწილეობას. აი ეს რატო ხდება ხოლმე ასე? იცით რა, ხშირ შემთხვევაში არის თუ არა ეს პრობლემა? კი, ხშირ შემთხვევაში ეს არის რაღაც კონკრეტული განვითარების ფორმა, ინდივიდუალიზმი ბავშვის. ხშირად ეს გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ერთაშვილები ყავს ბაღში, სასწავლო გარემოშიც. კი ბატონო, ამიტომ სასიამოვნო იქნება თუ მასწავლებელი ან ის პირი, ვინც მუშაობს ბავშვთან, მეტი ჯგუფური აქტივობა იყოს, მასწავლებელი ჩაერთოს ამ დროს და დააკვირდეს რა არის მიზეზი იმის, რის გამოც არ იჩენს ინიციატივა სხვასთან თამაში. შეიძლება მას უბრალოდ არ აქვს ის სოციალური უნარები, რაც გულისხმობს სათამაშოს გაზიარებას, დათმობას, დალოდებას. შეიძლება ეს მისთვის გამაღიზიანებელიც იყოს, ამიტომ უნდა ჩაერთოს აღმზრდელი პედაგოგი, უნდა ჩაერთოს მშობელიც და დავაკვირდეთ მიზეზს. სხვაგვარად რთულია ხოლმე ზედაპირულად რაღაცეების მიწოდება, აუცილებლად ვაკვირდებით და შემდგომ უკვე ვფიქრობთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ. კი ბატონო, და აი ბოლო კითხვა მოხდა დაგემშვიდობებით. აუცილებლად უნდა შევეხოთ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენ შვილებზე. გავართ თუ არა კიდევ ამ პრობლემის წინაშე? ძალიან. განსაკუთრებით ბოლო დროს ჩვენი გამოსვლებიდან რომ გითხრათ, აი ბოლო დროს ძალიან ბევრი გაჩეთ დამოკიდებული ბავშვი ყავს, ყოლია წინა წლებთან განსხვავებით. ამიტომაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაზე. იქ რომ იმ გაკვეთილზე, იმ სტუდიურ გაკვეთილზე მშობელი ჩართული არის, ეს იქ მარტო ბავშვი არ სწავლობს. იქ მშობელიც სწავლობს, როგორ იურთიერთოს ბავშვთან, როგორ დაამყაროს მასთან ემოციური კავშირი და როგორ წაიღოს მე ეს მიღებული ცოდნა სახლში და სახლშიც გაიმეოროს მსგავსი აქტივობები, რომ ბავშვი არ გახდეს გაჩეთ დამოკიდებული. ასე ყურადღება უნდა მივაქცევთ ალბათ ჩვენ შვილებს, როდესაც ისინი იმყოფებიან გაჯეტთან, რას თამაშობენ. რა თქმა უნდა, და დროის მენეჯმენტი. ხო, მაგრამ აქაც უნდა დავაკვირდეთ იმას, შეიძლება რასადროდისაც თამაშობდეს ონლაინ, მაგრამ ფიზიკურად რო არ არის დატვირთული, ეგეც ხო პრობლემა, ამიტომ მაგასაც ალბათ რაღაც დროის მოკლე მონაკვეთი. რა თქმა უნდა, დროის მენეჯმენტი აქვე თუ გვაქვს არ ვიცით, რომ დავამატებ იმას, რომ როდესაც ხედავთ, რომ ბავშვს აქვს მიჯეჭულობა გაჯეტებთან, ამ დროს კარგია თუ ამ გაჯეტის გამოყენებას შემეცნებითად დავტვირთავთ. ძალიან ბევრია ისეთი საშუალებაა, რომელიც ასევე გვასწავლს მათემატიკურ უნარებს, არ ვიცი, შეგვიძლია ეს გაჯეტი ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ჩვენ სასარგებლოდ დავტვირთოთ, ამიტომ ისე და ისე მშობლის ჩართულობასთან თანამედროვე სწავლის მეთოდებთან საბოლოოდ კი ბატონო რო შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი თემა, თუ თამაში ბავშვის განვითარებას ხელს უწყობს, მაშინ სწორად უნდა შევარჩიოთ ეს თამაშები, რომ განვითარებაც იყოს სწორი. უღრმესი მადლობა. დაგემშვიდობებით და ჩვენ რამდენიმე წამში ისე დავბრუნდებით.
მოკლედ ვილაპარაკეთ თამაშის მნიშვნელობაზე. დღეს როგორც აღნიშნეთ რამდენჯერმე დღეს საინტერესო თემები გვაქვსო თითქოს ყოველდღეს არა. ხო და დღეს ყოფილა საერთაშორისო დღე ასეთი და სკოლაში არაძალადობის და მშვიდობის დღე. და როგორც დღევანდელი სტატისტიკაც მოწმობს, თუმცა ამას რა თქმა უნდა სტუმარსაც ვკითხავთ მაინც ამ სტატისტიკას, მაგრამ მიახლოებით ოდნავ უკეთესობისკენაა შეცვლილი და ეხლა ვინც ჩემი ტოლია და შეიძლება ჩემზე უფროსიც, ალბათ კარგად ახსოვს სკოლებში თუ რა ხდებოდა ხოლმე ადრე, როდესაც ან ბულერი იყავი, ან ბულინგის მსხვერპლი. კი, ნამდვილად. რა თქმა უნდა, ხა აბსოლუტურად ვიღაც ფრთებიანი ანგელოზები არ არსებობს როგორც პირიქით, ბავშვია და ბავშვისგან შეიძლება მასთან მეგობრობი და თამაშით ნებისმიერი ვინმე გამოიძერწოს, ამიტომაც იყო რა თქმა უნდა, დაუშვათ ბულერი მე სოციუმის წარმატებული წევრი გამხდარა და დაუშვათ ადამიანმა ვინც გაიარა ეს იმ მეორე მხრიდან, მაგრამ გაიაზრა ეს ყველაფერი და მასგან გამოვიდა აი კარგი სოციუმის წევრი. თუ ყოფილა პირიქითაც ბულინგის მსხვერპლი, ის მაგერად რომ გაითავისებინა და უშუალოდ ეს რომ რაც თვითონ ეთკინა და ეთქვა რომ აი ესეთი რაღაცა არ უნდა გამეორდეს, პირიქით გამხდარა გაცილებით უფრო ასე ვთქვათ ცუდი ადამიანი. თუმცა ძირითადად მაინც გვხდება ის რომ ბულინგი იყო დღესაც რაღაც დოზით არსებობს რა დოზით მაგრამ უკეთესი მდგომარეობა შედარებით იმიტომ რომ როგორც პედაგოგები ამბობენ და როგორც ზოგადად სტატისტიკა მოწმობს დღეს ოდნავ უფრო ინდივიდუალურია სწავლება და შესაბამისად როდესაც ადრე იყო მომართული სწავლება კონკრეტულად ვინც მომისმენს და გაიგებს იმათგან დანარჩენებს ყველას ორიანი ჭყალებში ვიძახი დღეს არაა და დღეს დაუშვათ პედაგოგს სისტემას თხოვს და თვითონაც მეტი ინტერესი აქვს რომ დაუშვათ თუ პაატამ რაღაცა ვერ გაიგო მოდი პაატას ცალკე ავუხსნი ისე რომ პაატამაც გაიგოს და არ იგზნოს თავი გარიყულად. და ამ დღესთან მნიშვნელოვანი უკაცრავად არის ის რომ თვითონ ვინც დააარსა ეს დღე იყო ესპანელი მასწავლებელი და ალბათ აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გაუჩნდა ეს პროტესტი რომ თუნდაც დაეცვა ბავშვის უფლებები. აი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ძალიან საინტერესოა რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ქვეყანაში. თქო, საინტერესოა და ამაზე ჩვენ სტუმარს უნდა დაველაპარაკოთ. მარიამ სოხაძე არის ჩვენი სტუმარი. ფსიქოლოგი და თუ შეიძლება მობრძანდით გამარჯობა და მოგესალმებით. რომელსაც აქვს უშუალოდ შეხება სკოლის მოსწავლეებს. კი და პირდაპირ შეგიძლიათ დაგვაშვიდოთ ამ პირდაპირ აღვაშფოთოთ რომ გითხრათ რომ დღეს დავუშვათ უარესათა ან უკეთესათაა დავუშვათ სიტუაცია. ესე რა თქმა უნდა რთულია პირდაპირ თქმა, იმიტომ რომ ბულინგიც განიცდის ევოლუციას. ანუ თუ სკოლაში ვთქვათ, წინა წლებში ძველად იყო უფრო დასანახი, ასე ვთქვათ, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ბულიზმი, ეხლა რადგან კიბერბულიზმის დაემატა, ხშირ შემთხვევაში სკოლის გარეთაც ხდება, გრძელდება. ბულინგი, რომელსაც ესე შეიძლება მასწავლებლები ვერ ხედავდნენ, მშობლებიც ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ საფრთხილო ეგ არის. ხო, ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და შესაბამისად თუ არ ვაკონტროლებთ რა ხდება ინტერნეტ სივრცეში, შეიძლება გამოგვჩეს. ანუ ტროლბოტების არსებობაც ერთგვარი ბულინგია, ხო? ასე ვთქვათ, კიბერნეტიკული ბულინგი, როდესაც არსებობს ჩაგვრელების, გაურკვეველი ვინაობის მქონე ადამიანები, რომლებიც ყველა მიმართულებით ერთგვარი კი არა, მე მგონი ამ პერიოდში ეგ არის, რაც არის ბულინგი. კი, ხო. კი, საერთოდ ბულინგის განმარტება ასეთია, რომ განგრძობითი ხასიათი უნდა გქონდეს და მისი მიზანი უნდა იყოს ტკივილის მიყენება, ასე ვთქვათ, ცუდი შედეგების მოლოდინი. იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ვიღაცამ კლასელმა თუნდაც მასწავლებელმა რაღაცა გვითხრას გააკეთოს და ჩვენ ეს გვეწყინოს ბუნებრივია. მაგრამ თუ ეს ხდება ერთხელ მოხდა ან ძალიან იშვიათად ხდება და უბრალოდ იმიტომ შეიძლება რომ მოხდეს მეორეჯერ რომ ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია და მიზანმიმართული არ არის, მათი მიზანი არ არის ჩვენი ტკენა, მაშინ ეს არ არის ბულინგი. ბულინგი არის მიზანმიმართული, ბულინგს უნდა ბულერს უნდა რომ შენ გეტკინოს და მისი ქცევით არ არის შემთხვევითი, თვითონ განსაზღვრება შემთხვევითობას გამორიცხავს. შემომეწყინა? არა. გამიზნულად.
გამიზნულად არის მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს, რომ დადგეს ცუდი შედეგები. იმიტომ რომ ეს არის ბულერი და ბულინგის მსხვერპლი, იმიტომ ქვია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც აი ამ ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებს იღებს თავის თავზე და შემდეგ იკვებება ამით. და ერთ დროს ალბათ თვითონაც იყო ამ მდგომარეობაში და გადაწყვიტა, რომ სხვაც დააბულინგოს, ხო, ალბათ ბავშვობიდან მოდის ეს ტრამვები. ხო, სხვადასხვა მიზეზი აქვს, რატო შეიძლება ადამიანი გახდეს ბულერი და ასევე მსხვერპლიც. პირველ რიგში საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყოველთვის იქნება საზოგადოებრივი უთანასწორობა. იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური სტატუსი, გარეგნობა და ასე შემდეგ. გვინდა თუ არ გვინდა ეს არ შეიცვლება, არის და სამწუხაროდ განაპირობებს ამ განვითარების ეტაპზე გულისხმობ. ხო. განაპირობებს ბულინგს. ასევე მოწყვლადი კატეგორია არსებობს, ასე ვთქვათ, ბავშვების, რომელთა უხეშად რო ვთქვათ, დაბულინგება უფრო ადვილია. ზუსტად იმ ვთქვათ, სოციალური მდგომარეობის გამო, რაშიც ისინი არიან. როდესაც ბულერი ირჩევს ბულინგის მსხვერპლს, მან იცის, ვინ აირჩიოს მსხვერპლად. ანუ შემთხვევითი არ არის ხოლმე ეს მსხვერპლი, იმიტომ რომ ყველას ვერ დააბულინგებს, ეს იცის. შესაბამისად ირჩევს ისეთ ბავშვს, რომელსაც მაგალითად არ უწყობს ხელს, თუნდაც მეგობრები არ ყავს ბევრი, რომლებიც ხარში დაუდგებიან, ოჯახი არ ყავს გვერდით ისეთი ძლიერი, რომელიც დაიცავს, მასწავლებელს ვერ ეუბნება და იცის, რომ ვთქვათ, ვერ ეტყვის, ან შეიძლება მაგალითად თვითონ იყოს ისეთი პიროვნება, რომ არ უნდადეს გამხელა, რომ თვითონ კონდეს ეს სიამაყის ისა, რომ აი მე რომ მაბულინგებენ, ეს არ ვაღიარო ჩემს თავში. ხშირ შემთხვევაში და ამიტომ არ თქვა და არ ვითხოვა დახმარება. ამიტომაც ბულერმა იცის, ვის შეუტიოს, ასე ვთქვათ. შესაბამისად, მისი მიზანია, რომ თავის ცხოვრებაში არსებული ერთი მხრივ, ვთქვათ, მასაც აქვს ნეგატივები და გადმოანთხიოს და გადააბაროს, ასე ვთქვათ, ბულინგის მსხვერპლს. მეორე არის, რომ თუ ძალიან თვითდარწმუნებულია, თვითდარწმუნებულ ადამიანებს და თავის თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა რო აქვთ ისეთ ადამიანებს, ემპათიის გრძნობა აქვთ შედარებით დაბალი და პირდაპირ კავშირშია ემპათიის გრძნობა ბულერობასთან, იმიტომ რომ თუ მაღალი ან საშუალო მაინც ემპათიის გრძნობა გაქვს, შენ დაახლოებით იცი, რას განიცდის შენი მსხვერპლი. ამ ფსიქოპათიური ნიშნები თუ აქვს მაგალითად, ხო, არ არის აუცილებელი ფსიქოპათი იყოს. უბრალოდ შეიძლება რომ ცხოვრებაში არ შეხვედრია არავითარი წინააღმდეგობა, ყოველთვის უთმობდნენ და შესაბამისად თუნდაც მსხვერპლმა მიზანმიმართულად კი არ აწყენინა, აი შეიძლება მოხდა რაღაცა, რომ მაგალითად რაღაცა უნდოდა და არ შეუსულა, იმიტომ რომ იმას არ შეეძლო. მაგრამ ეს იმას იღებს, რომ შეეწინააღმდეგენ, საფრთხე ამისთვის, ავტორიტეტი ირღვევა, ამიტომ შეიძლება ამ მიზეზითაც კი დაიწყოს დაბულინგება. მსხვერპლის პოზიცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ როგორ დაიცვან ბავშვებმა თავი ბულერისგან. ხშირ შემთხვევაში შეიძლება მშობლებსაც არ უზიარებდნენ ამ პრობლემას, თავის თავში ჩაიკეტონ და პედაგოგიც ვერ ამჩნევდეს თუ არ ხდება იმ სივრცეში. მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ, შეიძლება გვიყურებს თუნდაც ადამიანი, რომელიც არის ჩაკეტილი, ან ბავშვი, რომ არ შეეშინდეს და ჰქონდეს იმის განცდა, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში და მას აქვს თავისი უფლებები და შეუძლია რომ თავი დაიცვას. კი, პირველ რიგში ბავშვს უნდა ჰქონდეს გარემო, სადაც დახმარებას ითხოვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმედი ჰქონდეს. ხო, იმედი ჰქონდეს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგადაც იაზრებს, რომ ბულინგის მსხვერპლია და უნდა რომ ითხოვოს დახმარება, მაგრამ არ არის ასეთი გარემო. ჩვენ რაც შეგვიძლია ბავშვს შეუქმნათ, ეს არის რომ მასწავლებელმა, სკოლამ მისცეს იმის გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ დახმარებას მოითხოვს, დაეხმარებიან. იმიტომ რომ პირველი მიზეზი, რატომაც შეიძლება რომ დამალოს, ეს არის, რომ აქვს იმის განცდა, რომ მას გვერდში არავინ არ ამოდგება და უარესი მოხდება. თუ ბავშვს აქვს შესაბამისი რესურსი, ანუ სოციალური, ინტელექტუალური და შემდეგ, რომ თავისი თავი დაიცვას, ის აღარ არის უკვე მსხვერპლი იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია, ესე ვთქვათ,
დაუპირისპიროს სხვადასხვა არგუმენტები, შეატრიალოს სიტუაცია, ეს უკვე მსხვერპლი აღარ არის, ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თავს იცავს. მსხვერპლი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თავის თაცვა უჭირს და გრძნობს, რომ შეიძლება იყოს ეს მშობლებზე დამოკიდებული ბავშვების პრობლემა მაგალითად. აი არასთქმა ვისაც უჭირს ასევე. ერთი ეგ არის. მეორე არის ყველას გვაქვს სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა და ემოციური მოწყვლადობა. შესაბამისად, როგორც თქვი, გრძნობს ამას, ხო? ბულერი, თუ ხშირად ხმა არ ამოვიღეთ იმაზე, რომ ვინმე ანუ ერთი რაღაცა უნდა დავაზუსტო, რომ როგორც წესი, ხა რა თქმა უნდა გამონაკლისები ყოველთვის არსებობს, მაგრამ როგორც წესი ბულინგი პირდაპირ ან ძლიერი ფსიქოლოგიური ან ძლიერი ფიზიკური ზეწოლით არ იწყება. ამას აქვს თავისი განვითარების ეტაპები, ხო? ერთხელ შეიძლება რომ მაგალითად რაღაც ედმეცახელი დაგიძახონ. მერე შეიძლება რომ რაღაცას რო საუბრობ, თვალები გადაატრიალონ და გაგრძნობინო რომ არ აინტერესებს შენი აზრი. მერე შეიძლება უკვე სხვა ბავშვები აამხედრონ შენს წინააღმდეგ და იმათაც გაიცინონ შენს მოთქვამზე და ასე შემდეგ. ამიტომ მასწავლებელიც ვიცით რომ მასწავლებელს ძალიან ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მასწავლებელი დამრიგებელი განსაკუთრებით ამ შემთხვევაში უნდა იყოს ყურადღებით, რომ ასეთი ნიშნებით იწყება ბულინგი. ანუ პირდაპირ ვიღაცა არ მოვა და არ დაგარტყამს, ხო? ამას აქვს რაღაცა წინაპირობა. შესაბამისად, ასეთ ნიშნებს რომ დავინახავთ, საერთოდ კარგია პირველივე კლასებიდან იყოს საუბარი ამ თემაზე, კლასში გაკეთდეს, თქვათ, იმიტაციური თამაშები, სადაც კლასის საათზე, ასე ვთქვათ, სადაც შეიძლება როლები მოირგონ ბავშვებმა და ვიღაც იყოს ბულერი მაგალითად და ვიღაც იყოს ბულინგის მსხვერპლი და როგორ იგრძნობენ, მერე გაცვალონ როლები, ხო? რა ემოციებს გამოსდიან. თუ ჩვენ ემპათიის გზნობას ბავშვებს, ანუ ემპათიის გზნობა არის ღბივებადი, ასე ვთქვათ, კი, არსებობს რაღაცა, რაც გაგვაჩნია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ემპათიის გზნობა გავზარდოთ. შესაბამისად, თუ ჩვენ იმას მოვახერხებთ, რომ იციან უკვე ბავშვებმა რა არის ბულინგი, არა ისე, რომ არ გამოუცდიათ. გამოუცდიათ ძალიან ისეთი, ხა იმიტაციურ თამაშებზე კონტროლირებადი გარემოა, თუმცა მასწავლებელს შეუძლია ეს გააკეთოს, თქვათ, სკოლის ფსიქოლოგის დახმარებით და ასე შემდეგ, რომ ბავშვებს ასწავლოს, როგორ გაუმკლავდეს ბულინგს. იმიტომ რომ ძალიან რთულია ბავშვს კონდეს რაღაცა გამკლავების მექანიზმები ჩადებული თავის თავში არა აქვს, ხო? შესაბამისად, როდესაც ბავშვმა იცის, რომ პირველი მაგალითად თუ ვინმე და შეეცდება დალაპარაკება, გარკვევა, რომ რატომ ხდება ეს, ხო? აი პირველი ეტაპი ეს არის, რომ იქნება ამიხსნა, რატომ ხდება. თუ ლაპარაკი, ვთქვათ, გაუგებრობას გადაჭრის და აღარ გაუჩნდება, ვთქვათ, პოზიციას დაანახებს ბავშვი, რომ შეუძლია თავის თაცვა და აღარ გაუჩნდება ბულერს იმის სურვილი, რომ დააბულინგოს, კარგია ეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი აჭრის. როდესაც ლაპარაკი აჭრის, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს ორგანოები, არსებობს ოჯახი, არსებობს მეგობრები, რომელსაც მიმართავს. და ეს არ უნდა იყოს, ეს დასმენა არ არის, ეს არის დახმარების თხოვნა. კი ბატონო. მარიამ, იცი რა მაინტერესებს, ძალიან ბევრს საუბრობთ უკვე ბევრი წელია ამ საკითხთან დაკავშირებით და საუბრობთ მოძალადეზე, ძალადობაზე და ძალადობის მსხვერპლზე, რომ მას სჭირდება დახმარება. რატომღაც მგონია, რომ ხანდახან ყურადღების მიღმა გრჩება სწორედ ის მოძალადე ადამიანი, რომელიც არანაკლები მსხვერპლია და რომელსაც არანაკლებ სჭირდება დახმარება. როგორ შეიძლება რომ ასეთ ადამიანებს გვერდში დაუდგეთ, დავეხმაროთ და არ იგრძნონ თავი მარტოდ, რომ უფრო და უფრო საშიშები და საფრთხილოები არ გახდნენ. პირველ რიგში, როგორც თქვი, ხო, არსებობს სხვადასხვა ტიპის ბულერი. ხშირ შემთხვევაში თვითონაც არის ხოლმე ბულინგის მსხვერპლი და ამიტომაც ხდება ბულერი ერთი ოჯახიდან, მეორე ან უფრო დიდი ბავშვებიდან, ან სხვა კლასიდან, ან ასე შემდეგ და თავის ფრუსტრაცია გადააქვს სხვაზე. ამიტომ თუ ჩვენ კლასში ვამჩნევთ, რომ არის ამის საფრთხე ერთი და უკვე ფაქტი მეორე, გამოძიება უნდა დავიწყოთ ჩვეულებრივად რა მიზეზით ხდება ბულინგი.
ყოველთვის ირკვევა ხოლმე არსებობს თუ ჩვენ თვითონ მასწავლებელი ვერ აკეთებს გარკვეული მიზეზების გამო ამის ორგანიზებას, გვაქვს მანდატური სამსახურის ფსიქოლოგიური სამსახური, საიდანაც სოციალური მუშაკი შეიძლება მოვიდეს და ვთქვათ კლასში ჩაატაროს გარკვეული ცნობიერების ამაღლების თემები. შეიძლება დაინიშნოს ვთქვათ ჯგუფური თერაპია კლასში, რომელშიც მონაწილეობს ასევე რა თქმა უნდა ის ბულერიც, ანუ მხოლოდ მსხვერპლზე არ ხდება ყურადღების გამახვილება და ამ პროცესებში ანონიმურია ხოლმე ის მაგალითად ეს სოციალური თამაშები, სადაც შეუძლიათ გარკვეულ კითხვებზე დააფიქსირონ თავიანთი პასუხები. თუ ბულინგის მსხვერპლი თავად არის, ბულერი თავად არის ბულინგის მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში ამოტივტივდება ხოლმე ეს და ამას ასე ვთქვათ დავუწყებთ შემდეგ ბრძოლას. როგორც წესი, თუ ბულინგის მსხვერპლის გარდა თავად ბულერს არ აქვს იგივე მექანიზმები, რაც მსხვერპლს, რომ თავად დაიცვას თავისი თავი, შეიძლება გახდეს ბულერი და იგივე მიდგომებით, როგორც ისიც მსხვერპლია. მოდი ესე დავარქვა, თუ ეს არის მიზეზი. თუ ეს არ არის მიზეზი და აქ არის მაღალი თვითშეფასება ან ოჯახიდან გამომდინარე ეუბნებიან რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ, შენ ყველაფერს უფლება გაქვს და ასე შემდეგ, ოჯახთან არის სამუშაო, ხო? და ბავშვთან არის სამუშაო იმაზე, რომ თუნდაც იგივე ის ემპათიის გრძნობა აუმაღლდეს, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ რაღაც ჯგუფური აქტივობები გავაკეთოთ კლასშიც, სკოლის გარეთაც, სადაც მოუწევთ ურთიერთობამ, თუ ეს რა თქმა უნდა მსხვერპლის სურვილი იქნება, იმიტომ რომ შემთხვევაში შეიძლება სხვას არ უნდადეს ურთიერთობა, მაგრამ თუ დაგვთანხმდება მსხვერპლი და მოვაწყობთ ისეთ აქტივობებს, სადაც იძულებული იქნებიან ურთიერთობაში შევიდნენ ერთმანეთთან, ერთი რაღაც დავალება ერთად გააკეთონ და ასე შემდეგ. შესაბამისად შეგვიძლია რომ ესეთიც დავგეგმოთ. დიდი მადლობა. მოკლედ ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, ზოგადად ის საბაზისო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ემოცია გვაქვს და გრძნობა, მაგრამ საბაზისო 4 ემოციიდან, როდესაც ვიძახით 3-ზე უარყოფითიაო და მხოლოდ სიხარულზე დადებითი, ну ეს ასე არა, ხა ამას დიდი ხნით ახსნას არ დავიწყებ. იგივე ბრაზი შეიძლება იყოს გამოყენებული კონსტრუქტიულად და ბრაზი გახდეს ზუსტად იმ ენერგიის, ასე ვთქვათ, წყარო, რომლითაც ადამიანები ძალიან დიდ პროექტებს დავშლით და გავანადგურებთ, ასე ვთქვათ და მე ავაწყობთ რაღაცა ახალს. ან ნუ გამოვიყენოთ ასე დესტრუქტიულად, როდესაც უბრალოდ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვიღაცა დავჩაგროთ, ვიღაცა დავაკნინოთ და ჩვენც ასე ვთქვათ, ამით გავინადგუროთ თავი. ხო, ამით არ უნდა აგვიმაღლდეს თვითშეფასება საკუთარ თავზე, უნდა ვიმუშაოთ. ბავშვობაში ალბათ ნაკლებად, მაგრამ მე უკვე უნდა ვფიქრდეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ბრაზის დიდი ენერგია. კი ბატონო. ასე ვთქვათ, დავიმუხტოთ საკუთარი თავი და წავიდეთ სპორტზე, ვივარჯიშოთ, ან მუსიკაზე. სპორტიც ხვეგა, ხო? სწორად დავხარჯოთ ენერგია. კი ბატონო, ესე იგი, მადლობა ჩვენ სტუმარს, ხო? ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი მარიამ სოხაძე, ასევე უნდა დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელსაც. ერთმანეთსაც. პარასკევია, როგორც წესი, ისევ პირველ საათზე იგივე შემადგენლობით დაგიბრუნდებით, ასე რომ ხვალამდე. მომავალ შეხვედრამდე.